ნაწილობრივ ვილაპარაკებთ ფსიქიატრიული კუთხით და ნაწილობრივ ვილაპარაკებთ ფსიქოდინამიკური კუთხით. იმიტომ რომ ფსიქიატრიასა და ფსიქოდინამიკურ მიდგომას შორის განსხვავება ის არის აღწერითია. ფსიქიატრი არ ეხება კლასიფიკაცია აღწერს. რამდენი ტიპის დეპრესია გვაქვს, როგორია დეპრესია, მაგრამ შინაგან ფსიქოლოგიურ მექანიზმებს არ აღწერს. აი ფსიქოდინამიკური, რომელიც უფრო ამაზე გვექნება საუბარი, უფრო ახლოს არის სიღრმის ფსიქოლოგიასთან. სიღრმის ფსიქოლოგია რით განსხვავდება კლასიკური ფსიქოლოგიისგან, რომ კლასიკური ფსიქოლოგია სწავლობს რა არის ნებისყოფა, რა არის ცნობიერება, რა არის ემოცია, რა განსხვავება ემოციასა და გრძნობას შორის. სიღრმის ფსიქოლოგია სწავლობს არაცნობიერს. რაც არ არის ცნობიერი. ანუ ის სწავლობს ხატოვან ენას. იმიტომ ჩვენი არაცნობიერი ლაპარაკობს მითებით და ხატებით. მან არ იცის ლოგიკურ ცნებითი აზროვნება. ვინც არ არის ფსიქიატრი, ხო, ვინც უფრო სწორედ იმას გონია, რომ დეპრესია არის რაღაც დაავადება, twinთან დაკავშირებული. საერთოდ ადამიანის ხედვა არის აღმოსავლური და არის დასავლური. დღევანდელი დასავლეთის ის, რომელმაც ჩათვალა, რომ მეცნიერება ფლობს ჭეშმარიტებას, სიენტიზმი წოდებული. ამიტომ იკვლევს იმას, რაც არის საღი, რაც არის ფაქტობრივი და ამ ფაქტობრივზე აშენებს მერე თავის სოფხედელობას, ხო? რადგანაც მე-19 საუკუნის ბოლოს პრინციპში შეიქმნა ფსიქოლოგია და მერე ფსიქიატრია როგორც მეცნიერება და შუა საუკუნეებში მაგალითად თვლიდნენ, რომ ეს არის ავესული შეპყრობილობის შედეგი. რაც არ არის რეალობას მოწყვეტილი, გააჩნია როგორ შევხედავთ ამას, ხო? როცა კითხეს იუნგს რა განსხვავება ავსულსა და კომპლექსს შორის, კომპლექსი არის წარმოდგენების ერთობლიობა, რომელიც ზიანს აყენებს ფსიქიკას. ავსულიც არის, ანუ ინფორმაცია, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანს, ენერგიას აკარგინებს, ხო? მაგრამ ფსიქიატრიის ჩამოყალიბებასთან ერთად იყო აქცენტი რაზე, რომ მაშინ ეს იყო პოზიტივიზმი. იმიტომ რომ ფრანგულმა რევოლუციამ უარყო რელიგია, ან თქვა ვისაც გინდათ ირწმუნეთ, ვინც არა, მაგრამ სახელმწიფო აღარ არის, ამის სეკულარიზმი გამოაცხადა და მეცნიერებას მისცა და მეცნიერება მაშინ გვამებს სწავლობდა და მატერიას სხეულს დაუკავშირდა და ეგონათ, რომ ფსიქიკა არის პროდუქტი თავის ტვინის. ესე არ არის, არავინ არ არის დამტკიცებული არ არის. დღევანდელი მეცნიერება ამბობს, რომ ეს არის ორი სხვადასხვა ენაზე მეტყველი, ერთად არიან, მაგრამ განსხვავებულები. და აი მაგალითად მუსიკოს უფრო დიდი ცენტრები აქვს სასმენი, ვიდრე არამუსიკოს. მე როცა სამეცნიეროზე სწავლობდი, მაშინ იყო, რომ ნერვული უჯრედები არ მრავლდება. დღეს რო ვთქვა, ჩამჭრიან. მაშინ რომ მეთქვა, რომ მრავლდება, ჩამჭრიდნენ. და არსებობს სარკისებრი უჯრედები, რომლებიც სარკისებრი ნეირონები, რომელიც რაში მდგომარეობს, რომ მე როდესაც მოწყენილ ადამიანს უყურებ, სარკისებრი ნეირონების საშუალებით მე იგივეს განვიცდი ბიოქიმიურ დონეზეც კი. ბიოქიმია იგივე ერთვება. ეს არ არის მარტო ფსიქიკის, ეს ფსიქიკას ზეგავლენა აქვს. ლონდონელ ტაქსისტებს უფრო დიდი ნათხემი აქვთ. რატო? რომ ჭირდებათ სივრცეში გარკვევა, დამახსოვრება. მაგრამ მაშინ ესე ითვლებოდა, რომ ასე ვთქვათ, ტვინი თუ დაზიანებულია ფსიქიკა, ეს ნიშნავს, რომ არის დაზიანებული ტვინი, ჯერჯერობით ჩვენ ვერ გვიპოვია, მაგრამ მოვა დრო, რომ ამასაც აღმოვაჩენთ. ტექნიკა ვითარდება, ყველაფერი კარგად მიდის და გავიგებთ.
მაგრამ სიღრმის ფსიქოლოგიამ ეს ძირითადად ფსიქოანალიზმა მე სხვადასხვა მისმა მიმართულებებმა და ბოლოს ეგზისტენციალურმა ფსიქიატრიამ, რომელსაც კორიფეი ფსიქიატრები მართავდნენ, შექმნეს და აი ამ ცნებებით ისინი ხელმძღვანელობდნენ, როგორც იასპერსი იყო, ბინცვანგერი იყო. ისინი ამბობდნენ, ეს არის ცხოვრების წესი. არასწორი ეგზისტენცია. ახლა დაუბრუნდით უფრო დეპრესიას. დეპრესია, ანუ მელანქოლია, უხსოვარი დროიდან არის აღწერილი. მელანქოლე ნიშნავს შავ ნაღველს. მელანქოლე, ხო, ხოლერიკი ხო გაგიგიათ, რომ ადვილად ფეთქებადი. მელან შავი ნაღველი. ეს ჰიპოკრატეს ზეგავლენით არის, რომ ტემპერამენტებს აყალიბებს სითხეები, ასე ვთქვათ. სანგვინიკი არის სწრაფი, მელანქოლიკი არის ცივი, უფრო მიწერ სტიქიასთან არის დაკავშირებული. დღემდეც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უხსოვარი დროიდან არის აღწერილი დეპრესია, მისი ფენომენი დღემდე სრულად და ბოლომდე მაინც არ არის შესწავლილი. დაახსნით. დღემდე არსებობს ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი დეპრესიის ბუნების, კლასიფიკაციის და ეტიოლოგიის, ანუ გამომწვევი მიზეზის შესახებ. ზოგი მათგანი მეცნიერთა კამათის საგნათაც იქცა. არის თუ არა დეპრესია ნორმალური სევდიანი უნებგანწყობის გადამეტებული გამოვლენა, თუ იგი რაოდენობრივად და თვისობრივად განსხვავებულია ნორმალური უნებგანწყობისგან. აი ხა ძალიან ისე არის, რომ სევდიანი თუ ხარ, ამ დეპრესია მაქვს. ეს დეპრესია ნორმალური სევდაა. მეორე კითხვა, შეიძლება თუ არა დეპრესია ჩავთვალოთ ნოზოლოგიურ ერთეულად, ანუ დაავადებად. ნოზოლოგიათ რო ჩავთვალოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის მიზეზი, პათოგენეზი და გამოსავალი, ხო? თუ ეს არ ვიცით, ნოზოლოგიათ ვერ ჩავდით. ჩვენ არ ვიცით რა მიზეზი აქვს დეპრესია, სხვადასხვა დონეზე თუ განვიხილავთ, სხვადასხვა მიზეზი აქვს. სეროტონინის ნაკლებობა, ეს ბიოქიმიური დონეა. ფსიქიკურ დონეზე ეს არის ტრავმა ფსიქიკური, ხო? და ასე შემდეგ. თუ რა დონეზე ვიხილავთ, ისეთი, ანუ მულტიფაქტორულია. შეიძლება თუ არა მესამე საკითხი, ხო, და რა იწვევს დეპრესიას, ფსიქოსოციალური ტრავმა თუ ბიოლოგიური ფაქტორი. განმარტება დეპრესიის არის, დეპრესია არის ემოციურად აფექტური სფეროს პათოლოგია, რომელიც ვლინდება გუნებგანწყობის დაქვეითებით, რასაც თან ახლავს ინტერესის და სიამოვნების განცდის დაკარგვა, ბრალეულობის შეგრძნება და დაბალი თვითშეფასება. მაღალი შფოთვა ან პირიქით აპათია, ძილის ნორმალური ციკლის დარღვევა, ენერგიისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ამ პრობლემებს შესაძლოა ქრონიკული ან რეციდიული ხასიათი ჰქონდეს და სერიოზულად გაუარესოს პაციენტის ყოველდღიური საქმიანობის უნარი და ცხოვრების ხარისხი დაწვეს ქვემოთ. და იქამდეც კი მივიდეს პაციენტი, რომ ჰქონდეს სუიციდური მცდელობა. ხა ეპიდემიოლოგია ეს ცოტა ძველი მონაცემებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 4-5%-ია დაავადებული დეპრესიით. ალბათ დღეს უფრო მეტია, რამდენი წლის წინანდელია. ავადმყოფობით დეპრესიით. ეს არის 500-600 მილიონი ადამიანი. ამასთან დიდი დეპრესიული ეპიზოდის განვითარების რისკი 15-20%-ს შეადგენს. ხოლო თანაფარდობა სქესის მიხედვით შემდეგია. დეპრესიათა 2/3 აღენიშნებათ ქალებს. ყოველწლიურად ესე იგი 800,000 ადამიანი კვდება სუიციდით. მაგალითად საფრანგეთში, რომ ახლა ზუსტად წელი არა, ერთი წლის განმავლობაში აღწევდა 12,000 თვითმკვლელობა. ხო, არსებობს რა, დეპრესია ქრონიკულად ზოგჯერ მიმდინარეობს რეციდივებით. განმეორებით დეპრესიის რეციდივებს ადგილი აქვს ავადმყოფთა 60%-ში.
დეპრესიულ პაციენტთა 15% სუიციდის მცდელობას ახორციელებს, რაც ყველა თვითმკვლელობის მცდელობის 60% შეადგენს. დეპრესიით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და ცოტათი ჩამორჩება გულსის ძარღვთა დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ამერიკელ ფსიქიატრთა პროგნოზით 2010-2030 წლებში დეპრესია, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, პირველ ადგილს დაიკავებს და გაუსწრებს გულსის ძარღვთა დაავადებებს. აქედან მხოლოდ 20% მიმართავს ფსიქიატრს, დანარჩენი თერაპევტებს საკითხავს. ხშირად დეპრესია ვლინდება სომატური ჩივილებით. რაც მაწუხებს, კუჭი მაწუხებს, ამას ეძახიან მასკირებულ დეპრესიას. სანამ გაერკვევა თერაპევტი იმაში, რომ დეპრესიასთან აქვს საქმე, გადის ბევრი დრო. და ზოგჯერ ეს თერაპევტის სწორ დიაგნოსტირებას ვერ ახდენს, დრო ჭირდება უფრო სწორედ. და მხოლოდ აი ამ მთელი დაავადებულთა 20-30%-ში ხდება დროული დიაგნოსტირება, ხოლო 25%-ს უტარდება ანტიდეპრესიული მკურნალობა. მთელი რიცხვიდან. მარტო ჩვენთან არა, საზღვარგარეთაც. ეს ტრაგიკულია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დროული მკურნალობის შემთხვევაში 60-70% აღწევს სასურველ გამოჯანმრთელებას. არაერთი კვლევით დასტურდება ხანდაზმულებში დეპრესიის დაავადების მაღალი მაჩვენებელი, ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვის მონაცემებით თემში მცხოვრებ ხანდაზმულებში 65 წლის ზემოთ დეპრესიის დაავადება 0-9-დან 9%-მდე მერყეობს, ხოლო ინსტიტუციონალიზირებულ პაციენტებში 14-დან 50%-მდე შეადგენს. ამასთანავე ხანდაზმულებში ახალგაზრდებთან შედარებით ორჯერ მაღალია სუიციდის რისკი. ქალებში მამაკაცებთან შედარებით დეპრესია ორჯერ უფრო ხშირია, მსუბუქი დეპრესია 4-დან 13%-მდეა, ხოლო დისთიმია ხანდაზმულების 2%-ს აღენიშნება ეს. ეხლა რა სიმპტომები აქვს დეპრესიას? გუნებ განწყობის დაქვეითება. კლასიკურ დეპრესიას აქვს 3 მინუსი. ასოციაციები ნელდება, კავშირები ნელა ხდება ასოციაციების ტემპი. მეორეა უხალისობა, გუნებ განწყობა დაქვეითებული და მესამე მოტორული შეკავება. თუ თქვას ხელს მაგალითად ესე სათვალეს ესე მოიხსნა. ნელდება ყველაფერი. შენელებული, შეკავებას, ხო. ხო, ეხლა როგორ უნდა გავიგოთ, თუ გუნებ განწყობის რა კითხვები უნდა დავსვათ, ეს ექიმებსაც ეხება და თქვენც არ გაწყენთ, რომ იცოდეთ, რომ გაერკვეთ. თქვენ შემთხვევაში პირად ან თქვენს მეგობარს ან ახლობელს თუ აქვს ეს. როგორი აქვს პირველი კითხვა, როგორი გუნებ განწყობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. თუ ადამიანი თვლის, რომ დეპრესიას განიცდის, მაშინ უნდა დავაზუსტოთ დღის რომელ ნახევარში. თუ დილის ჭარბობს გუნებ განწყობა, ხო? მაშინ ეს უფრო ენდოგენური დეპრესიით, ანუ შინაგანი ჯერ კიდევ არან გაურკვეველი მიზეზებით გამოწვეული დეპრესიის ნიშანია. მეორე, დაკარგა თუ არა ადამიანმა ინტერესი ცხოვრებისადმი და სიამოვნებს თუ არა ყოველდღიური საქმიანობის კეთება ბოლო 2 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტმა დადებითად გიპასუხოთ, მაშინ გააგრძელეთ გამოკითხვა შემდეგი კითხვების ფორმით. შეგეცვალათ თუ არა მადა, გიჭირთ თუ არა ყურადღების კონცენტრირება, დარწმუნებული ხართ თუ არა საკუთარ თავსა და თქვენს შესაძლებლობებში, გაქვთ თუ არა სუიციდური აზრები, ხართ თუ არა პესიმისტურად და უიმედოდ განწყობილი მომავლის მიმართ, დაგიქვეითდა თუ არა ლიბიდო, გრძნობთ თუ არა ესე იგი აჟიტაციას, აღელვებას, თუ პირიქით მოძრაობის შენელებას განიცდით.
ხო არ გიპყრობთ თვითბრალდების და დანაშაულის გზნობა, დაიკელეთ თუ არა წონაში, აღენიშნებათ თუ არა ძილის მხრივ დარღვევები, ადვილად იღლებით თუ არა, ან და ადვილად ხომ არ ღიზიანდებით და აღენიშნებათ თუ არა ადვილი დაღლა და გამღიზიანებადობა. ჭამის შედეგად, ზოგჯერ იწყებს ჭამას. კი ეს გამონაკლისს. ეხლა დეპრესიის კლინიკური ტიპები არსებობს, ეს ჩვენ რასაც ვეხებით, ეს არის აღწერითი. შფოთვიანი დეპრესია, აჟიტირებული დეპრესია, როცა ვერ ისვენებს. ადგილს ვერ ბოლობს. ანესთეზიური. აი როგორც ანესთეზიის დროს ვერ გზნობთ სხეულს, ესეთია აქაც. სრული ანესთეზია, გზნობები არა აქვს. სენესტოპათიური უსიამოვნო შეგრძნებები აქვს სხეულის სხვადასხვა ადგილას. დისფორიული, ეს არის ცუდ ხასიათზე, ესეთი გაბოროტებული, განრისხებული, მაგრამ უხალისო. წუწუნებს, დაუკმაყოფილებლობის ზნობა აქვს. ეს ყველაფერზე ვრცელდება. დეპრესია თვითბრალდების ზნობით. ანუ დანაშაულის განცდა გაქვს ამ დროს. მეშვიდე არის ასთენიური დეპრესია, როცა იღლები. ყველაფერი გლის, ადგები და შემიძლია. დეპრესია დევნისა და მოწამვლის ბოდით, ეს უკვე ფსიქოზურია. ან ნიჰილისტური დეპრესია, კოტარი იყო ესეთი ფრანგი ფსიქიატრი, რომელიც აღწერა, შენ ამბობ, რომ ორგანოები არ მაქვს, სიცარიელი აქვს შიგნით. დეპერსონალიზაციით შევიცვალე მე ის აღარა ვარ, რაც ვიყავი. დერეალიზაცია, სამყარო შეიცვალა, რუხფერებში ხედავ ყველაფერს. და ეს კოტარის სინდრომი, როდესაც კოტარმა ეს აღწერა, როგორც ჩივის, რომ არ აქვს ნაწლავები, ოჯახი ამოუწყდა, თვითონ გარდაცვლილია, სამყარო დაღუპულია. დეპრესია დანაკლისის იდეებით, ეს ხშირად აქვს, რომ მომპარეს რაღაც, ეს 60 წელს გადაცილებულ ქალებს აქვთ, კაცებს, რომ თითქოს ვიღაცა ძარცვავს, იპარავს, იმან ვიღაცა მომპარეს და დეპრესია განჯისა და დადანაშაულების ბოდვითი აზრებით. იპოხონდრიული რაღაცა მჭირს. ეს დაავადება მაქვს, ის დაავადება მაქვს, დადიხარ, გეუბნებიან, არაფერი არ აქვს, მაინც არ მჯერა. ლავრირებული, ანუ მასკირებული დეპრესია, როდესაც დეპრესია თვითონ კლინიკურ სურათში არ არის წინა პლანზე, არამედ არის სომატური ჩივილები, სხეულის ჩივილები, გულის არეში ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა, სპაზმები, ყელის არეში და ასე შემდეგ. ფსიქასთენიური დეპრესია, როდესაც ადამიანი ყოყმანობს. სხვა შორის ესეთი იმას დეპრესია არ ქონდა, ჩარლზ დარვინი იყო ფსიქასთენიკი თავისი ხასიათით. ძალიან ბევრს ფიქრობდა, გასულიყო კარებში, სხვა ოთახში გასულიყო თუ არა, 15 წუთი შეიძლება ეფიქრა. მაგრამ ეს ფსიქოპათიური კუზი მან გამოიყენა იმაში, რომ თეორიას ასაბუთებდა ყოველ მხრივ. იმას წყალი აღარ გაუვიდოდა. მაგრამ ქირურგად რო დაგინიშნა, იქნებოდა კატასტროფა. დეპრესია აკვიატებული აზრებით. როცა გეკვიატება რაღაც ცუდი აზრები. ალკოჰოლური დეპრესია რამდენიმე აი ამ დალევის შემდეგ, მაგათ ერთკვირიანი დალევის შემდეგ უკვე უნთარდება უხალისობა. მაგრამ ეს არის გამოწვეული ალკოჰოლით. ადინამიური, როცა არ მოძრაობს, დინამია მიაკვлия. ეხლა ანსხვავებენ დეპრესიის ორ დონეს: ნევროზულ დეპრესიას, ანუ ნევროტული დონე და ფსიქოზური დონე. ეს ფსიქოზური დონე ორად იყოფა: რეაქტიულ და ენდოგენურ დეპრესიად. ნუ აქ ეს ექიმებისთვის არის ძირითადად. ენდოგენური რას ნიშნავს? რომ ყოველგვარი მიზეზ გარეშე დაიწყო დეპრესია. და თუ უსიამოვნების შედეგად დაიწყო, ეს არის რეაქტიული, მაგრამ შეიძლება დონე იყოს ფსიქოზური. თუ გაგრძელდა 2 წელი, 3 წელი, ეს უკვე ფსიქოზური დონეა.
ნევროტული დონეა, რომ შენ რაღაც დიდ უსიამოვნებაზე გაქვს უხალისობა, მაგრამ გამოდიხარ იქიდან. ანუ იმისთვის რომ განვასხვაოთ ენდოგენური დეპრესია რეაქტიულისგან და ნევროტულისგან, უნდა ვიცოდეთ რა. გუნებგანწყობის დღეღამური მერყეობა. დილით დეპრესია გაურესებულია და პიკს აღწევს ეს ენდოგენურის დროს. ფსიქოტრაუმა არ არსებობს. ესე ხილული არ არის. ან ფსიქოტრაუმასა და დეპრესიას მიმდინარეობას შორის შეუსაბამობა, ანუ შეუსაბამოდ გახანგრძლივებული დროა. სამსახურიდან მოხსნეს და 3 წელი აღარ დგები. 6 თვე შეიძლება, ხო? წონაში დაკლება. ეს არის ნიშანი. ხა დიფერენციალური დიაგნოზი, შეიძლება იყოს ეს მაგალითად DSM-5-ის მიხედვით არის დიდი დეპრესიული აშლობა, დისთიმია, ეს არის მარტო კლინიცისტისთვის საჭირო. ეხლა მიზეზები. დეპრესია და სასოწარკვეთილება, ეს არის უარყოფითი უსიამოვნო რეაქციები, რომელსაც ადგილი აქვს კოლექტიურ ცხოვრებაში, საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდამ არსებობდნენ, თანამედროვე პერიოდში მათი მნიშვნელობა უფრო გაიზარდა. ამას ხელს უწყობს მასმედია, იმით რომ გადაჭარბებულად და ცალფრივად აშუქებს ზოგიერთ ნეგატიურ მოვლენებს. ამ ბოროტებაზე ზოგი რეაგირებს აგრესიით ან ძველი სისტემის დანგრევის სურვილით, ხოლო ზოგი კი დეპრესიით და სასოწარკვეთილებით. ეხლა რა არის? არსებობს ბიოლოგიური მიზეზი, ფსიქოდინამიკური, კოგნიტური და ეგზისტენციალური მოდელი დეპრესიის ახსნის. ბიოლოგიური მოდელი არ ეხება ფსიქოლოგიურ დონეს, ეხება ბიოლოგიას. მონოამინური ჰიპოთეზა, ჰიპოთალამურ, ჰიპოფიზურ თიროიდული დისფუნქციის ფუნქციის მოდელი, შემდეგ ჰიპოთალამურ, ჰიპოფიზურ ადრენალინური ღერძის მოდელი, ჰიპოკამპის დისფუნქცია და ნეირონულ სინაფსური პლასტიურობის დაქვეითება. ეს არის ნეირობიოლოგიის საქმე. იმიტომ ნეირობიოლოგია სწავლობს დეპრესიის სომატურ მხარეს. და თუ შენ გჯერა რომ სომატური განაპირობებს თუ თავის twin-ია პირველადი და მეორადია ფსიქიკა, მაშინ ასკვნი რომ ეს იმის გამო ხდება, რომ აი სეროტონინის ნაკლებობაა. ხო? მაგრამ თუ აქ ისმის კითხვა, სეროტონინი ნაკლებულია იმის გამო, რომ ხო პირიქით ხო არ არის, უხალისობის გამო დაიწია სეროტონინო. ამას ვინ იკვლევს? ერთი კვლევა, ოღონდ ეს მე მგონი ლიფსიტებზე გააკეთეს. ლუზერი აიღეს და ვინერი. ვინც იგებს და ვინც მარცხდება. დაატაკეს ერთმანეთს. ეს ლუზერების ჯგუფს ჰქონდა ნაკლები. რაღაც ბიოქიმიური მაჩვენებელი. ამიტომ თქვა თქვენს, რომ ამათ თანდაყოლილად ჰქონდათო ეს ამ ლიფსიტებს. არ მახსოვს ვიზე იყო. იმიტომ წააგეს, რომ რაღაც ნივთიერება ეს რაღაც ფაქტორი იყო მცირე რაოდენობით, ამიტომ რა გააკეთეს ამ გონივრულად, ეს ლუზერები აიღეს, ერთმანეთს დაატაკეს და გამოვიდა იგივე, ვინც გაიმარჯვა, ეს რაოდენობა მაღალი ჰქონდა და იმას დაბალი. ეს ხელოვნურად შეიძლება რომ აიმართლოთ და იქნებს რაღაცას როგორ ზომავენ ამას არის რა? არა, ეს არის იმაზე, რა თქმა უნდა, იმაზე, რა ქვია, ცხოველებზე, პატარა ერთ უჯრედიანებზე გააკეთეს ეს. ზღვის რაღაცა. ადამიანს სისხლიდან იღებ. შენ ფსიქოლოგიურად ხო ვერ გაზომავ ფსიქოტრაუმას. შენ ფსიქოლოგიურად ზომავ იმას, ბიოლოგიურად ხო ვერ გაზომავ. თუმცა არის კვლევები, როდესაც არის რაღაც სტრესის ტესტი, სადაც მაგალითად დიაბეტური ბავშვი და დედმამა. როცა მარტონი არიან, სტრესის რაოდენობა სისხლში მაღალი აქვს. ბავშვთან ერთად რო არიან, დაბალი აქვს და ბავშვს უწევს მაღლა. რას ნიშნავს ეს? მათი ურთიერთობა ბავშვის დის სტრესს.
ურთიერთობა განაპირობებს და არა ხო. მეორეა ფსიქოდინამიკური მოდელი, რომელიც ახლოა ფსიქიკურ დონესთან, კოგნიტური მოდელი და განვიხილოთ ახლა ფსიქოდინამიკური მოდელი. ფსიქოდინამიკური, ანუ ფსიქოანალიტიკური მოდელის თანახმად დეპრესია არის საპასუხო რეაქცია დანაკლისზე. ან დანაკლისის საშიშროებაზე. რაღაცას კარგავს. ამ დროს ადამიანი კარგავს იმედს საკუთარ ძალებში და დარწმუნებულია საკუთარ უსუსურობასა და უძლურებაში გადაწყვიტოს ცხოვრებისეული პრობლემები. ეხლა დანაკლისი როგორი შეიძლება იყოს? რეალური, წარმოსახვითი და სიმბოლური. დეპრესიული აფექტი წარმოიშვება იმ ბიოლოგიური თანდაყოლილი რეაქციებისგან, რომელსაც ადგილია 6-36 თვის ბავშვების დედასთან ფიზიკური და ემოციური კონტაქტის დანაკლისის ან უქონლობის შედეგად. ამ დროს დედა ბავშვის უსაფრთხოების პირველი და ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. რეალური დანაკლისის შესაძლებელია იყოს შემდეგი: კონტაქტის, ურთიერთობის დაკარგვა ემოციურად მნიშვნელოვან ხალხთან. ჩვენ ურთიერთობ ჩვენ სხვებთან, ჩვენ ილუზია რომ მარტო ვართ, სულ ურთიერთობაში ვართ, მუცლად ყოფნიდან დაწყებული, ჩვენ ვართ სულ ურთიერთობაში. ეს ილუზია რომ მარტო ვარ. მაგრამ არის ურთიერთობა მანიპულატორული, ანუ საწამლავის მომწამლელი და არის ურთიერთობა, რომელიც გამაჯანსაღებელია, რომელიც შენ გვრის ძალას, სიცოცხლის უნარს და შემოქმედების უნარს და ასე შემდეგ. მეორე, ეს არის სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილის ან მისი ფუნქციის, მისი მიმზიდველობის ან გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა. ქალი ბერდება, მთელი ცხოვრება იმით იკვებებოდა, რომ ლამაზი იყო და ყველა აქცევდა ყურადღებას და ეხლა სახე გაუფუჭდა. დაკარგა მიმზიდველობა. სხვადასხვანაირად განიცდის, ხო? თუ ძალიან გაიგებული გარ სხეულთან, ეს ტრაგედია გექნება. ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობის, ფიზიკური ტრავმის ან დაბერების გამო. წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც ფეხი დაკარგა უცებ. თანამდებობის სტატუსის ან პრესტიჟის სხვის თვალებში პატივისცემის დაკარგვა. სამსახურიდან მოხსნეს. ამდენი ხანი მუშაობდი და ან ვერ გაიმარჯვე, პრესტიჟი დაეცა შენი. აღარ შოფერი მოდის, არც გესალმებიან. ერთ დროს დირექტორი იყავი და ცოლსაც სხვანაირად ესალმებოდა, ეს ყველაფერი დაიკარგა. საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვა. ეს დანაკლისია. სამსახურებრივი და ფინანსური დანაკლისი. ფული ჩადე და გაქრა. ეხლა წარმოსახვითი დანაკლისი რა არის? წარმოსახვითი არის როდესაც ძლიერი სურვილი დაუკმაყოფილებლობის გამო ვაბარებდი სამედიცინოზე და ვერ ჩავაბარე. ახო დანაკლისი არ არის, აქ სურვილის ოცნების შეუსრულებელი სურვილის დანაკლისია. განუხორციელებელი სურვილის. და ბოლოს სიმბოლური დანაკლისი მაგალითად ეს იმას მოყავს ხოლმე ხშირად 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ამერიკელი ძალიან სპორტულ ფორმაში კარგად არის შენახული, უყვარს მანქანები და ერთ-ერთი მანქანა დაემტრა. ამის შემდეგ განუვითარდა ღრმა დეპრესია. ეს მანქანა არაფერი ისეთი არ არის. სპორტიული მანქანა იყო. დანარჩენი სხვა მანქანები ყავს. ამ მანქანას, ეს მანქანის დაკარგვა სიმბოლო იყო, რომ მან ახალგაზრდობა დაკარგა და უნდა შეეგუოს ამას. წავიდა წლები, მორჩა. ამის აღიარება არ უნდოდა, ძალიან გაიჭედა ახალგაზრდულ ასაკში
ამას რეკლამებიც უწყობს ხელს, რომ მოხუცი მოდის, კოკა-კოლას დალევს და მე დაფრინავს და ძალა უჩნდება და ქალებიც მოდიან და კოგნიტურიც გარკვეულწილად თვლის, რომ ჩვენ გარემო ვითარებები კი არ მოქმედებს ჩვენზე. არამედ ჩვენი შეხედულება ამ გარემო ვითარებების შესახებ. შეხედულება ჩემი. მე დაუშვათ თუ სამსახურიდან მოხსნეს ძლიერი ვიყავი ფიზიკურადაც ყველაფერი ჯანსაღი და დეპრესია გამდა. მაჰატმა განდი მოხსნეს და არაფერი არ დაემართა. რატო? სხვა კუთხით უყურებს სამსახურს. ანუ მე ის კი არ მეკარგება, ის კი არ მახსოვს ერთ-ერთ ბერისთვის უნდა მეთქვა რომ დედა გარდაგეცვალა. შევწუხდი როგორ უთხრა რამე არ განიცადა რომ უთხარი ეწყინა, მაგრამ გაეღიმა რომ სხვა სამყაროში გადავიდაო. შვიდად შეხვდა არ დაიგლეჯა ყველაფერი. სხვა ხედვა, ანუ ამას თუ შევხედოთ ეს ცილინდრია, მაგრამ აქედან თუ შევხედოთ წრე არის. საგნის ზრაობაც იცვლება. ხო, ანუ მაგრამ ეს აზრები შენი ხო არ არის, შენ ნასესხები გაქვს ეს აზრები. ხო? რელიგიური ადამიანი ხო მისი პირადი ხო არ არის ეს დაუშვათ. ეს იმ სოფხე თეორიას ეზიარა, რის საშუალებითაც იმ კუთხიდან უყურებს სამყაროს. ხო, ეს მისი პირადი ხო არ არის. ამიტომ ეს აი მაგალითად თქვენ დაუშვათ გადაყევით თანამშრომლებს და ფეხზე დააყენეთ და ერთხელაც კორპორატიულ წვეულებაზე გესმით რაღაც ერთად არიან სადღაც ჯგუფში, ალა ფურშეტია, ლაპარაკობენ რომ მიხვედე ახლოს შენზე იცინიან. ეხლა თუ ადამიანი არასწორი ირაციონალური რწმენით გაიზარდა, ან შაუდეს რომ შენ ცხოვრებაში არავინ არ უნდა შეარჩინო, შენზე ცხოვრებაში არავინ ზედმეტი არ უნდა თქვას, ან ცუდი. ან ამდენი რამე რო გაიგე, ყველა იქნება მადლიერი შენით. და მეორეა რომ გეუბნება ცხოვრება ისეთია რომ უმადურ ხალხს შეხვდები. ანუ ერთ ადამიანს თუ ღამეები არ დაეძინა 4 ღამე, ეს ნიშნავს რომ ირაციონალურმა რწმენამ, შეხედულებამ განაპირობა ის რომ 2 ღამე არ ძინავს. ის კი არა რომ მას დასცინოდნენ. მას დასცინოდნენ და შეურაცხყოფილი ფორმით მოიხსენიებდნენ, ხო? და მეორე ეს ნუ კი საწყენია, მაგრამ რას იზა ეგეთია ცხოვრება. ანუ სტიმულსა და რეაქციას შორის, რაც ბიჰევიორისტები ამბობენ, სტიმული იწვევს რეაქციას. აქ არის belief system, რასაც ეს დაიწყო ელისმა, ამერიკელმა და ამბობდა არის belief system. Belief system რა? წმენაში I believe არ ნიშნა მე მწამს, მე მგონია. და belief არის რაციონალური, რაც ამ შემთხვევაში ცხოვრება ისეთია, რომ გონივრული, რომ ყოველთვის რეალისტური და მეორეა რომ არა. ამიტომ სტიმული მოქმედებს ამ სისტემაზე, წმენა შეხედულების სისტემაზე და ეს იწვევს რეაქციას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ წმენა შეხედულებების სისტემაზე, არასწორ კოგნიციებთან, არასწორ წვდომასთან, სიტუაციის. და აი ჩამოაყალიბეს ესეთი კოგნიტური თერაპია, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს. აღქმა და განცდა არის აქტიური პროცესი. რასაც მარქსისტები ამბობდნენ, პროფესორ დიალექტიკური მატერიალიზმი ამბობდა, რომ ჩვენ ავსახავთ სამყაროს. ასახვა რეალურად არსებობს ობიექტური სამყარო, ჩვენ ამას ავსახავთ. სარკე ვართ. ხო? თუმცა აზროვნება სარკეა, რეფლექციო არის. ხო? ყველა ევროპულ ენაში რეფლექციოდან მოდის ეს. ხო? Reflection, réfléchir. არამედ მოიცავს ინსპექციის
და ინტროსპექციის მონაცემებს. აქტიური პროცესია, იმიტომ რომ თურმე ჩვენ, როდესაც ჩვენი აღქმის დროს ბევრი მილიონი სტიმული მოდის, მაგრამ ჩვენი ქვეცნობიერი გონება არჩევს სელექციას ახდენს, ზოგიერთს იღებს, ზოგიერთს არა. აქედან შენდება ეს სუბიექტური აღქმა. ეს არ არის ასახვა, როგორც ფოტოაპარატი იღებს. არა. პაციენტის კოგნიცია, ანუ სიტუაციის წვდომა, წარმოადგენს შინაგანი და გარეგანი სტიმულების სინთეზს. ანუ ერთი რაც შიგნიდან მოდის, ის სტიმული და მეორე გარედან. ის თუ როგორ აფასებს პიროვნებას სიტუაციას, ეს აისახება მის კოგნიციებში, ანუ აზრებსა და ვიზუალურ ხატებში. ეს კოგნიციები ქმნიან პიროვნების ცნობიერების ნაკადს. ფენომენალურ ველს, რომელიც ასახავს პიროვნების დამოკიდებულებას საკუთარი თავის, გარე სამყაროს, წარსულისა და მომავლის მიმართ. კოგნიტურ სფეროში ცვლილებები ემოციურ-აფექტური მდგომარეობის და ქცევის შეცვლას იწვევს. თუ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ხედვა, შეიცვლება შედეგად ჩვენი გუნებგანწყობაც და ქცევაც. ფსიქოთერაპიის შედეგად ადამიანი აცნობიერებს თავის კოგნიტურ დარღვევებს, ამ დარღვეული კოგნიციების და მცდარი დისფუნქციური პატერნების კორექცია კლინიკურ გაუჯობესებამდე მივყავართ ამ კორექციას. ეს იცოდნენ კარგად სტოიკოსებმა, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენზე გარემო ვითარებები კი არ მოქმედებს, არამედ ჩვენი შეხედულებები ამ ვითარებების შესახებ. დაოიზმში ეს, ბუდიზმში ხას უსვამენ, რომ ემოციებს იდეები იწვევენ. ფროიდის თანახმად სიმპტომები გამოხატავენ ნარაცნობიერ იდეებს. ადლერიც ფსიქოანალიზი, ადლერი ამბობდა აპერცეფციის სქემებია. კანტი, ჰუსერლი, ჰაიდეგერი ფენომენოლოგიური მიმართულება ფილოსოფიაში ამ ფენომენოლოგიურ მიდგომას ეყრდნობოდა აგრეთვე კარლ იასპერსი და ბინსვანგერი ეგზისტენციალური ფსიქიატრიის ფუძემდებლები. კარლ იასპერის წიგნია ზოგადი ფსიქოპათოლოგია, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს სამაგიდო წიგნად. იქიდან არის ბოდვის განმარტება. მე უარი თქვა იმაზე, რომ ეს არ არის ავადმყოფობა, ეს არის არასწორი ეგზისტენცია. კარლ იასპერსა და რელიგიური ეგზისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთი წარმომადგენელია ესეთი თვალსაჩინო. შეერთებულ შტატებში კელი პერსონალურ კონსტრუქტებზე ლაპარაკობს და ფიქსირებულ როლებზე. ანუ არსებობს კოგნიტური ტრიადა. კოგნიტური სქემები, კოგნიტური შეცდომები. კოგნიტურ ტრიადაში შედის რა? საკუთარი თავის ნეგატიური შეფასება, არ ვარგი ვარ, ცხოვრებისეული მოვლენების და მათთან დაკავშირებული განცდების ნეგატიური შეფასება და მომავლის ნეგატიური შეფასება. ეს ბეკმა ამაში პრემია იყო, დედა ყავდა დეპრესიული და აი ამაზე მე ფსიქიატრი გახდა და ამაზე დაკვირვებით მივიდა იმ თვალსაჩინო, რომ აფექტები კი არ იწვევენ პესიმისტურ ხედვას, პირიქით, რომ სამყარო არ ვარგა, მე უვარგისი ვარ და მომავლიდან არაფერს კარგს არ უნდა ველოდო. ხო, ეს იწვევს უხალისობას. პირიქით კი არა. ეს არის ტრიადა. კოგნიტური სქემები არის დეპრესიული აზროვნების სტრუქტურები, რომლებიც ვლინდება სტაბილურ კოგნიტურ რეაგირებაში. მათში შედის აგრეთვე იდიოსინკრატული სქემებს, რომლებსაც მივყევართ კონკრეტული სიტუაციის არასწორ, ნეგატიურ, არაადეკვატურ ახსნა გააზრებამდე. დეპრესიულ აზროვნებაზე ნებელობითი კონტროლის დაკარგვამდე, პიროვნების აზროვნებაში სისტემურ შეცდომებამდე და იდიოსინკრატული სქემების სრულ დომინირებამდე. მაგალითად, საყვარელმა არ დამირეკა, ესე იგი მიმატოვა. რა იცი, იქნებ ტელეფონი გაუპოჭდა, ხო? კოგნიტურ შეცდომებში შედის მიკერძოებული დასკვნა, ამ დროს დასკვნის გაკეთება ხდება ევიდენტური ფაქტების უქონლობის მიუხედავად.
სელექტიური აბსტრაგირება კონტექსტიდან ამოგლეჯილი დეტალებზე დაყრდნობით ხდება. უკიდურესი განზრდა ლაჩარი ვარ. იმას კი არ ამოფრო, მე ამ სიტუაციაში შემეშინდა, მაგრამ სხვა სიტუაციაში გამბედავი ვიყავი. აქ არა, ლაჩარი ვარ. არაკაცი ვარ. პერსონალიზაცია საკუთარ თავზე უსაფუძვლო მიწერა ამა თუ იმ მოვლენის და აბსოლუტური დიხოტომიური აზროვნება. შავ-თეთრი. პრიმიტიული აზროვნება არის საერთოდ ბეკის აზრით ერთგანზომილებიანი და გლობალური. მე მეშინია. მე ზოგჯერ მეშინია, ყოველთვის ხარ მეშინია. აბსოლუტური და მორალისტური, მე გამოუსწორებელი ლაჩარი ვარ. აი ამ აზრების ზეგავლენის ქვეშ ექცევი. მე ვარ სუსტი და ამას ვერაფერი გამოასწორებს. ანუ ესეთი ხედვა პრიმიტიული ნიშნავს, რომ საშველი არ არის, არაფერი არ გამოსწორდება. უცვლელი, მე ყოველთვის ვიყავი და მომავალშიც დავრჩები ლაჩარი. მე ხო შინაგანი ხასიათობრივ ანომალიაზე და არა ქცევის დეფექტზე ორიენტირებულია. მე დეფექტი მაქვს. მე არასწორად ვიქცევი კი არა. ახლა დასრული აზროვნება არის უფრო მრავალგანზომილებიანი. მე ზომიერად შეშინებული ვარ, მაგრამ გონიერიც ვარ და კეთილიც. ფარდობითი და განკითხვას მოკლებული. მე მათზე ვისაც ვიცნობ, უფრო მეტად შეშინებული ვარ. რა იცი შენ ყველაზე მეტად შეშარა ხარ? საიდან ასკვნი? ცვლადი და ვარიაბელურია, ჩემი შიშები იცვლება დრო და დრო და სიტუაციის და მიხედვით. შექცევადია, მე შემიძლია ვისწავლო, როგორ გავუმკლავდე ჩემს შიშებს. ქცევის დეფექტზე ორიენტირებული, მე ძალიან გავუბივარ სიტუაციებს და მაქვს შიშები. ლაჩარი კი არა ვარ. ლაჩარი არ ვარგი ვარ. არა, გავუბივარ ზოგ სიტუაციას. ეხლა ეგზისტენციალური მოდელი. ძირითადი ცნებებია, აი ძირითადი ეგზისტენციალური პრობლემები, რასაც ეს არის სიკვდილი, იზოლაცია, თავისუფლება, უაზრო ცხოვრება, შფოთვა, დანაშაული. სიკვდილს ვერავინ არ გაექცევა. ამიტომ თუ სიკვდილზე ფიქრობ, memento mori, შენ ცხოვრება სხვანაირი ხდება, ზოგი გაურბის ამას. იმიტომ რომ რაც უფრო მეც ეს კვლევები არა, მაგრამ დაკვირვება არსებობს, რომ აი სიკვდილ მისჯილებს ცნობიერება ძალიან ეცვლებათ. სულ განსხვავებული ხდებიან. რიცის რომ დახვრიტო. მე არ ვამბობ რომ ყველა, მაგრამ არის ისეთი, რომელიც სულ სხვანაირად იგებს ცხოვრებას და ძალიან ღრმად წვდება. უკურნებელი სენითაც რაღაც არ მაგნაში არის. ნაწილი მაინც ხალხის პოზიციის ხო. ხო, თუ თანამონაწილე არ ახარ ამის. იმიტომ ჩვენ სიკვდილზე არაფერი არ ვიცით. გარდა იმისა, რომ ვიღაცა იყო ჩემთან და აღარ არის. ამაზე მეცნიერება გჭირდება. იმის მიღმა რა არის, არავინ არ იცის. უფრო მეტად მაგალითად ერთი ფსიქოანალიტიკოსია ლიტველი, რომელმაც შეაგროვა ანუ გაჭირვების მდგომარეობაში მის პაციენტებს ესიზმრებოდა ახლობლები, მშობლები და სწორ რჩევას აძლევდნენ. სტატისტიკურად ვერიფიცირებულია, რომ შენ ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში გესიზმრება მშობელი და გეუბნება ეს არ გააკეთო. შენ ამას უჯერებ და მართლაც გაამართლა, ან არ წახვიდე. გაამართლა. ფსიქოლოგები, ვინც ათეისტი ამბობს, რომ კი ბატონო, მე არ ვიცი იმის მიღმა რა არის, მაგრამ ის რომ ფსიქოლოგიურად წინაპარი ჩვენზე მოქმედებს, ეს ფაქტია. ტრანსგენერაციული ფსიქოთერაპია არსებობს. ჩვენ სახელის დარქმევით, იმიტომ რომ რთული სისტემა, იმიტომ რომ რა პოზიციაში ხარ შენ ოჯახში, ვის სახელს გარქმევენ,
თუ შენ გარქმევენ ისეთ წინაპრის სახელს, რომელიც იყო მართველი ან სიამაყე ოჯახის, ეს ერთია. თუ გარქმევენ ოჯახში ზოგჯერ არ ვიცი რატო დამარქვეს. მამაჩემს მოწონდა ნუციკო სახელი და დამარქვა. შენ ნუციკო შეყვარებული ყავდა ესეთი, რომელიც არ განხორციელდა მის სიყვარული, ხო? ვერ იპოვა სამხრივი იყო და დაარქვა. არ ვიცი, არა ვაფრო ნამდვილად. სახელდების სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ფსიქოდინამიკაში რა ხდება იქ. ხო? ისე გამართლებულია? რა? აი ოჯახის წევრის სახელის დარქმევა, მაგალითად, იმიტომ რომ არის რაღაცა ესეთი მოსაზრება, უბრალოდ ეს რაღაცა ცრუწმენის, რომ თითქოს ეს ადამიანი იმეორებს რაღაცა, აი თქვენ ცრუწმენა არ არის რადგან მე თუ დამარქვეს ანუ აი მაგალითად ერთ დეპერსონალიზაცია ქონდა ერთ ადამიანს და გამოირკვა რომ სოფელში სანამ ის დაიბადებოდა მას ყავდა ძმა. მამა წავიდა სამსახურში ბებია რძალდედამთილი დარჩნენ, ეთყობა ძიმე მდგომარეობა, რთული მდგომარეობა ჰქონდათ, ურთიერთობა. ისე მოხდა რომ ეს პატარა ბავშვი დაიხრჩო ღელეში. სოფელში ხო არის პატარა მდინარე. იქვე. წარმოიდგინეთ, დედამისის და იმის ქმარი დაბრუნდა, სად არის ბავშვი? ვერ მოუვარე? მაგრამ მე გააჩინა რომელსაც გარდაცვლილი ბავშვის სახელი დაარქვეს. ჰა? ისიც დაიხრჩა? არა, ძალიან აგრესიულად მიდიხარ თქვენ. ის არ დავრჩა. არა, რა მოხდა? მე დეპერსონალიზაცია სადა მასში ხედავდა გარდაცვლილ შვილს. მე ვინ ვარ არ ვიცი. აქ სახელის რო გარქმევ შენ ან გმირულად დაღუპული სახელს არქმევ. ეს სცენარს შეუგნებლად სცენარს გახვევ თავზე. აი ცოცხალის სახელს თუ არქმევ, აი ცოცხალი ადამიანის ეგ ფარავს. ნუ დაუშვა თუ მამა არის ყველაზე მდიდარი და 5 ძმა ყავს, 5 შვილი ყავს და პირველ შვილიშვილს არქმევენ ბაბუის სახელს. რა ნიშნავს ეს? თელი ქონება იმე რომ ბაბუას რომელიც შვილიშვილს მე არ ვარ რომ ყველა მაგრამ ხშირ შეიძლება იყოს ესეც როდესაც ბაბუა გაიგებს რომ 10 შვილიშვილიდან ეს არის მისი ეს მისი გაგრძელებაა იმისკენ უფრო წავა ხო მაგრამ ეს არ არის უბრალო რამ იმიტომ რომ ეს არის პლუს კიდე აქ ერთვება ოჯახური კონსტელაცია ამერიკა ვინ შექმნა შუათანა და უმცროსმა შვილებმა იმიტომ რომ ევროპაში იყო მაიორატის კანონი მხოლოდ უფროს ბიჭზე გადადიოდა ქონება მათზე თითქმის არაფერი გარიყულები იყვნენ იმიტომ რომ აი მეფის ტახტზე როგორ ადიხარ უფროს მორჩა როგორც არ უნდა იყოს ის ადის მაგრამ ამავე დროს არის აი იცაკის და ესავის რომ გაყიდეს თავის პირველობას ეს პირველობა არის ეს არ არის ესეთი რამ რომელიც ოჯახში არ მინდა ძმებს შორის დებს შორის კონკურენცია არის მაგრამ თუ ეს არის ინფანტილური ხარ ეს უნდა გადალახოს ადამიანმა არ უნდა ჩარჩეს ამაში ხო ამიტომ აი ამ სახელის დარქმევა სიკვდილზე ხო იზოლაცია არის რომ პრინციპში ეს ეგზისტენციალური მიდგომა უფრო დასავლეთ ევროპაშია მოხდა სადაც გარკვეულწილად გარკვეულ ეტაპზე ასე ვთქვათ გარიყულობა ადამიანები არ ურთიერთობენ ისე ახლო მეზობელი მეზობელს არ იცნობს
ურთიერთობის ნაკლებობაა, ხო? იტალიაში არ შექმნილა ეს. უფრო იყვნენ იქ, მაგრამ იტალიაში ნახეთ რა რეაქცია. ჰიუსტონში ქუჩაში ვერ ნახავ ხალხს. მანქანა, სახლი, სამსახური. ცარიელია ავტობუსში ადიხარ, არავინ არ არის. ისი ნიშანია. ურთიერთობებზე მაღლა სხვა რამე დგას. იტალიაში ჩახვალ და ხალხი გარეთ არის. რო ჩადიხარ იტალიაში სტუმრად, მეზობლებსაც ჩამოიყვანს, რომ ეს სტუმარი ჩამოვიდა ჩვენთან. იმიტომ რომ ფასეულობა უფრო არის ურთიერთობაა მთავარი და არა ქონება. ამ ხრივ. ეს კათოლიკური ეკლესიის ზეგავლენით, რა თქმა უნდა. პროტესტანტულში რა არის შრომა მთავარი. ფული კი არ არის მთავარი. შენ რადგანაც კარგად შრომობ და ფული გაქვს, აი ღმერთის მადლი გაქვს. ფული არა, მაგრამ თუ გაიგეს რომ ცუდი ფული გაქვს, ზოგ შეგაქცევ. შრომაა მთავარი. უნდა იშრომო. კითხოს, აი ეხლანდელი თქვენი დათმოსახლე და ჩვენ სად ვართ? არსად ველოდებით. ძალიან დიდი ხანი ხარ მოგვიწია. არა, ნუ საითკენაც წავა გემი, იქითკენ გავყვებით, აბას სხვა გზა რა, პატარა ერი ვარ ჩვენ არ წვიტავთ არაფერს. ხო, მაგრამ ძალიან სწრაფად რომ შეიცვალა ეს თუნდაც ურთიერთობები და ფასეულობები. არა, კი არ შეიცვალა, უბრალოდ 64-ის იდეა ჰქონდათ, რომ დასავლეთში 64-ია. პროექცია მოახდინეს. მეც ამის შეფრე არ გარკვეულწილად. იქ არ არის, მე მითხრა ჩემო პირადმა ანალიტიკოსმა, თქვენ 64-ის იდეის პროექცია მოახდინეთ აქ. აქ არ არის 64. საკმაოდ მძიმე ცხოვრებაა. შვეიცარიაში რამდენიმე ტონა ფსიქოტროპული წამალი იხარჯება წელიწადში. კაი, ნახეთ, კარგი ფილმია ძალიან იტალიელების გადაღებული პური და შოკოლადე. ჰა? არა, ხო, ჭირდებათ ეგ. რატო ჭირდებათ? ბედნიერ ადამიანს არ ჭირდება ეს ფსიქოტროპული წამლები. ჩვენ დეკორი გვხიბლავს. ჩავდივარ, აიმე სისუფთავე, რამდენი პროდუქტია, როგორი არის, ნახე, გზები, მოვლილი, გაწკრიალებული, ხო, გააჩნია რომელშიც გერმანულ ენოვანში უფრო ისეთი ინტროვერტული ჩაკეტილია უფრო. აზროვნებს და ეს ფრანგულ ენოვანში უფრო. მაგრამ ეს მათიც ჩვენ კი არ ვაკრიტიკებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მათი ისტორიაა. ისინი თავის მამა-პაპის იმას იციან ცვინგლის, რომელიც მოუწოდებდა ამას ასრულებს. სისუფთავე უმციკლო, წესრიგი, 2 წლის განმავლობაში სანამ მე იქ ცხოვრობდი, წამი არ გადაცდენილა, წამი მატარებელი დგას. 2 წელი, ერთხელ არ დაუგვიანია წამებში. ჩემ კოლეგას რო უთხარ, ეგ რომ მოხდეს, მთელის ფეხზე დადგებაო. მაგრამ გადაჭარბებული წესრიგია. ხო, იქაც ფსიქიკას ხო, არ გააჩნია ვიზე, ვინც აქედან წასულია და უფრო ისეთია, ის ვერძლებს. და ის შეჩვეულია ამას. შეჩვეულია, იქ რეცხავენ იმას, ქვაფენილს, მაღაზიას, ის კი არ ამბობს, რომ იქ. ჩვენ კიდე ხა შევეჩვეთო, წინათ არ გახსოვთ, რომ მე-5 სართულიდან მყრიდელი ვარ. ეხლა წყრია, ანუ არა, აი სიმპტომი რა არის? შენ შედიხარ სადარბაზოში არის დამახინჯებული, გატეხილი, დაბღაჯნილი, შეხვალ სახლში წყრიალებს. ეს რა არის? ჩემი არ არის ეს. მე არ მეკუთვნის. რა სამოქალაქო საზოგადოება არის, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ სამოქალაქოში, მათი აზრით, ხო? ეს ჩემი არ არის. ანდა ეს აგრესია სულ ჩამტრეული ეს სიმპტომია რა თქმა. თავისუფლება რა არის? რომ ჩვენ ვართ ეგზისტენციალური ფსიქიატრიის თანა, რაც კი ხდება, ეს ჩვენ გამოხდება. მაგრამ
ავადმყოფი ამ პასუხისმგებლობას გაურბეს. ხო? და უაზრო ცხოვრება, ანუ თავისუფლება როგორ ეცმით, რომ ეს არის არჩევანის თავისუფლება. არჩევანის. ჩვენ არა ვართ ახლა ვერ გავფრინდებით. ჩვენ შეზღუდულები ვართ. და დანაშაულზე მოკლედ ვიტყვი, რომ დანაშაული არის ერთი ნამდვილი, მეორე არის ნევროტული, როდესაც დანაშაულის გზით იპყრობს ყურადღებას, დადის რომ თვითონ დანაშაულია, რა მომივიდა, აი და აწყნარებენ, ამით იპყრობს ყურადღებას. მესამე ეგზისტენციალური. რა იწვევს ამ ეგზისტენციალურ დანაშაულს? აბსოლუტის უქონლობა. მეორე თვითრეალიზაციის განუხორციელებლობა. შენ ყველა ადამიანის ცხოვრების ბოლოს თუ არ განახორციელა თავისი პოტენციალი, დანაშაულის განცდა აქვს. და ახლობლებთან კონტაქტის დაკარგვა. ეს სამი განაპირობებს როლო მე იყო ესეთი ეგზისტენციალისტი ფსიქიატრი, ის ამბობს ძალიან სწორად. იმიტომ რომ ყოველთვის ახალი რო ახლოვდება ადამიანს ორი პოზიცია აქვს. შიშის, იმიტომ არ ვიცი სად მივდივარ. რა ვიცი რა იქნება. რომ მიდიხართ ხო, აქ ნათესავები გამარჯვო, თუ რამე მოხდა დაგვირეკი. აი, სამოგზაუროდ მიდიხართ. შეიძლება სასტუმრო არ დაგხვდეს, შეიძლება გაგძარცო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რისკა მაინც რომ მიდიხარ, ხო? ან თუ შენ ყიდეა ყველაფერს და სხვა ქვეყანაში მიდიხარ, რისკა. მაგრამ ჯობია გარისკო, ვიდრე დარჩე იქ, სადაც იყავი და მე დანაშაულმა შეგვიძლია რატო არ გამოვიყენე ეს შანსი. თვითონ ფიქრობ, ეს არის ესეთი არ ვიცი როგორ გადავთარგმნო, ეს ტილიხის ფილოსოფიიდან მოდის courage to be. ანუ გამბედავი უნდა იყო, ვაჟკაცი უნდა იყო, რომ იცხოვრო. იმიტომ რომ რა შანსიც გეძლევა, ეს შანსი არ არის, რომ წახვიდე სხვა ქვეყანაში და ბანკი გახსნა, არა. რა შანსსაც გაწვდის ზოგჯერ ცხოვრება ყველას აძლევს რაღაც შანსს, ის უნდა გამოიყენო, უნდა გარისკო. ხო? თუ არ გარისკავ, რისკს მოაქშიში. არ ვიცი, დარწმუნებული არა ვარ. და თუ არ გარისკე, შერჩები ძველ მდგომარეობაში დანაშაულის განცდით. რომ არ შედგა ჩემი ცხოვრება. წავსულიყავი იქ, ჩამებირები ის მუსიკაზე არ წავსული, ის ქართულში, აი ეს ჭამ თავის თავს. აი ეს არის მოკლედ ყველას კი არ უვითარდება. უვითარდება იმათ, ვისაც მიდრეკილება აქვს. ეს მიდრეკილება არ არის ბიოლოგიური. ეს ხდება, როცა დედა და შვილი ურთიერთობს. პირველი წამები. ხო, მუშლად ყოფნის პერიოდიდან იწყება, იმიტომ რომ ბავშვი ანსხვავებს დედის ხმას, მამის ხმას, ეს დადგენილია. მერე ბავშვმა შეიძლება გაგაი დოლტო დიდი ფსიქოანალიტიკოსი იყო ბავშვთა, ფრანგი, ქალი და მე როცა ბევრს მუშაობდიო, ჩემი შვილი მაჩერებდა. მიტყავდა, გეყოფა, მომაქცია ყურადღება. და მნიშვნელობა ვის აჩენს? იმიტომ რომ დოლტო ამბობდა, რომ ბავშვი ჩდება გულში, ქალის სურვილში გააჩინოს. ვინ? ვის აჩენს? ხო, ადრეულ ბავშვობაში რა არის? არსებობს დედები, რომელიც აი ამ ბიოლოგიური იმის გამო კი არა, აი ამ ბავშვისადმი დამოკიდებულა. ახლა წარმოიდგინეთ, ქალი არის 8 თვის ორსული და ქმარმა მიატოვა. ბავშვის მიმართ რა იქნება? იმიტომ ის ატარებს მიტოვებული ქმრის ნაწილს. იქნება აგრესია. ხო, შეიძლება საპირისპირო მეტი მიჯაჭვობა ქონდეს. რა შემთხვევაში? აი მიტოვების შემთხვევაში მაგალითად. შეიძლება რომ დაფაროს თავისი აგრესია. ეს არის ზედმეტად და იზრუნო, სადაც ზედმეტია კი ეჭვია რაღაც. ყოველთვის რომ ვაიმე ის არ მოვიდებ თხილად იყავ, ეს არის ფათერაკიანი ესეთი შფოთვარე დედა. სადაც შფოთვარე იქ საეჭვოა, რომ იქ რაღაც ცუდი აზრებიც მოზდეს. ანდა მთელი ცხოვრება ოცნებობდი რაღაც ასპირანტურაზე სან-ფრანცისკოში.
გათხოვდი მე არ მოვიდა იქიდან პასუხი. გათხოვდი და უკვე ორსულად ხარ და მოგივიდა სან-ფრანცისკოდან წერილი რომ გიფინანსებთ ყველაფერს ჩამოდი. ოჯახი საუნა წახვიდა შვილი ყავს. ავტომატურად ეს ბავშვი ჩდება რა. ეს რო არ ყოფილიყო მე წავიდოდი. ამათ ბავშვები ზნობს. ახლა ერთი ორი გაფიქრებით არა, მაგრამ გძნობს. არსებობს რამდენიმე ტიპის მიჯაჭვულობა, ხო? უსაფრთხო მიჯაჭვულობა ის ჯანმრთელია. როცა დედას ესმის შვილის, შვილი უსაფრთხოდ გძნობს თავს. მე არის ესეთი აგრესიული, ამბივალენტური და ბოლოს არის დეზორგანიზებული. როდესაც ბავშვი აი ეს არის ნიადაგი, რომელზედაც მე შეიძლება. მაგრამ მთავარი რა არის, რომ შეიძლება მე ფსიქოთერაპიამ, კარგმა ფსიქოთერაპევტმა ჩაანაცვლოს ცუდი დედა. იქ გამოიღვიძებს ეს. ამიტომ ჯგუფი თუ არის, good enough mother არის ჯგუფი თვითონ. ან დაწესებულება, მამ დედა ეკლესიამ, ასე თქვათ. შეიძლება ის ფუნქცია შეასრულოს, რაც დედამ მოაკლო. ამიტომ ეძახიან დედას ეს არქეტიპზეა ლაპარაკი და არა კონკრეტულ ბიოლოგიურ დედაზე. ხო, აი ეს ქმნის ნიადაგს. ამიტომ ეს მარტო ბიოლოგიურად არ არის განწყობილი, ხო? ეს განპირობებული ბიოლოგიურად. მე იმიტომ რომ ბიოლოგიაზე დღეს უკვე ამბობენ რომ აზრი მოქმედებს სხეულზე. ცვლის სხეულს, მის ბიოქიმიას. ეს ფაქტია უკვე ამაზე. აი, რაც არის ძველი ნათარგმნი წიგნები. სულ თარგმანში არის ბავშვთან დაკავშირებით დედა. ეხლა ახალ ნათარგმნი წიგნებში აღარ მოიხსენიება დედა. აღზრდელი. შენ ამბობ caregiver. ვინ ზრუნავს? მზრუნველი. მთავარია დედის ფუნქცია შეასრულოს. ჯობია გამზრდელი იყოს, რომელიც დედის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე ბიოლოგიური დედა, რომელიც არ ასრულებს. მთავარია დედის ფუნქცია შესრულდეს. ეგ არის. იმიტომ რომ თუ დედას ინსტინქტი გაუჩნდა, საერთოდ ეხა იგი ვადო. მამის ფუნქცია როგორ არის? ყველაფერზე ემოციური. მამა უკვე ესწრება, იმიტომ რომ ხალი ორსულად არის მამის თავისი ქმრისგან. ქმარი არის უკვე. არა, მამას ხო ატარებს. სიყვარულის ნაყოფს ატარებს თუ რის ნაყოფს? აქ არის გასაშიფრი. თუ სიყვარულის ნაყოფს აღარ მამა ესწრება აქ. ფიზიკურად არა, ფსიქოლოგიურად კი. მაგრამ თუ ხალის მამა ესწრება და არა ქმარი, ეგეც შეიძლება იყოს. რომ ხალი რო გათხოვდეს სიყვარულით, ის მამას უნდა მოწყდეს, მოსიყვარულე მამას. ეს ხშირად არ ხდება. მამაზეა მიჯაჭვული. ამიტომ ქმარს უყურებს მამის პრიზმიდან. ქმარი არარაობაა მამასთან შედარებით. შეიძლება ესეც იყოს. არა, წმინდა სულისგან გაჩნდა? აბა როგორ არა? ქალს თუ არა ყავს, მამა ხო ყავდა, კაცო. აბა, ეთიცოდ მამა თუ ყავდა და სურათი კიდია რომ ის გმირი იყო, ის ყავს. როგორ არა? რა მამა ყავდა შენ? გენიალური. ბატონო? არ არის, თუ ყავს მამა და ავტორიტეტი არ არის, მაინც. ბავშვმა შეაფასა რომ ავტორიტეტი არ არის. ბავშვი დედისგან გძნობს რომ მამა უვარგისია. დედა აძლევს ამ ინფორმაციას. უვარგისია, ფული ვერ მოაქან, ხო? ამიტომ ქალიშვილი რას აკეთებს თუ ქალიშვილია? მამის მხარეზეა. და დედას, ასე ვთქვათ, ებრძვის. ბიჭის შემთხვევაში როგორ? პირიქით. თუ ბიჭი არის რომელი პირველი პირმშო? ერთადერთი. მაშინ.
მაშინ ეს ბიჭი არის ძალიან, იმიტომ რომ თუ დედის ამბიციები უნდა დაიკმაყოფილოს. დააკმაყოფილოს ბიჭმა. რაც დედამ ვერ გააკეთა, ამან უნდა გააკეთოს. ამიტომ ეს დიდ წნეხს გრძნობს. ეგეთი დედა შვილს არ უშვებს. ერევა ყველაფერში. კარიერას უკეთებს, იმას უკეთებს, მაგრამ ეს გრძნობს, რომ ეს დედის გაკეთებულია. ასაჭურისებს. დამოუკიდებლობის განცდა არა აქვს? დამოუკიდებლობის არა, როცა ყველაფერს გიკეთებენ, ოღონდ საღდება ისე, რომ შენ გააკეთე. შენ ხო იცი, სხვამ შეიძლება არ იცოდეს. შენ ხო იცი? აი ეს გიჩნდება, რომ მე არაფერი არა ვარ, მე გამიკეთეს. სხვა საკითხია, რომ შენ მოგალითად ჩაგიწყეს, ისე მუსიკაც დაგიწერეს და პრემიაც მიიღე. რა იცის ახლა იქ ვიღაცამ? თვითონ ხო იცი, რომ ჩემი გაკეთებული არ არის. ანუ სხვისი მე არა ვარ ამის ის და მე კონფლიქტები უჩნდება თავის თავთან. მაგრამ წესი დედამ თუ ქმარზეა, თავის ქმარზე, შვილი არ ხდება. შვილი უბრალოდ ხედავს ნორმაში, როგორ უნდა იდეალში, ნორმა არ არის, პირობითია ნორმა. იდეალში როგორ უნდა იყოს, ქმარი უნდა ატარებდეს, ასე ვთქვათ, ბავშვი არ იგივდება არა მარტო მშობლებთან, დედასთან და მამასთან, არამედ მათ ურთიერთობასთან. როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთს, ამას იღებს. ამიტომ ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი პრედიქტორია მშობლების ბედნიერი ქორწინება. შენ არ ჭირდება ტრენინგი. ცოცხლად ხედავდი ამას, მთელი ცხოვრება და ეგეც პოულობ მე. და ეს მაგალითად პარიზში არის მწვანე სახლი. მოყავთ ჯამთელი ბავშვები. ეს დოლტოს იდეა იყო და ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლის, რომ პრევენცია მოხდეს. იქ ამუშავებენ და სტუმრად ვიყავით და მოვიყვანეს პატარა გოგო. 8 წლის. შაშინელა ტირის, ამტრე, იკრუნჩხება მე და უთხრეს ხა, მიაქცევ ყურადღებას დამოთ. მართლაც 15 წუთის შემდეგ, რეალის და კივილის და კრუნჩხების შემდეგ მიუჩოჩდა სხვა ბავშვს, ერთად დაიწყეს თამაში. იქ სხვა ბევრი ბავშვები არიან და მშობლებიც. ერთი აქვს თავარი, რომ ეს მწვანე ხაზია, რომელიც გადაკვეთა არ შეიძლება. ანუ ასწავლიან ტაბუს. ეს არ შეიძლება იცოდეს. ტაბუს გარეშე ველურია ბავშვი. და ეს დედა ატირდა, გამოირკვა, რომ ამ დედას ყავს ქმარი, რომელსაც ყავს საყვარელი. ხალათობს და მერე გამოირკვა, რომ ამ ქალის მამა არის მილიარდერი. რომელსაც ერთი სახლი აჩუქა, მეორე, მესამე, მეოთხე და ანუ ამ ის საწოლით, სადაც სქესობრივი კავშირი აქვს, მამის ნაჩუქარია. რა თქმა უნდა, სხვა ქალთან წავა. რა უნდა აჩუქოს ახლა თავის ცოლს? ისეთი. ანუ მამა შეუგნებლად რას აკეთებს, რომ შენი ქმარი უვარგისია, ჩემზე მაგარი არ არის. ნახე რამდენი რამე მოგეცი. ამიტომ ხო, თავის ისეთ ქალთან მიდის, რომელიც მისის ხელფასით და მისის საჩუქრით აღტაცებული იქნება. გარედან ჩანს თითქოს ეს ვისი ბრალია. ამ კაცის უღალატა. შინაგანად არა მამაზე, მამის კომპლექსი აქვს ამ ქალს. რომელიც კარგი ხო, მაგრამ მამა ჩემი რას ლაპარაკო. ხო მადლობ და ეს ხო ხედავს. მოიтой ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის ეს თამაში ურთიერთობების, რომელიც უნდა გაშიფრო. ერთი და იგივე არ არის, ძნელია, რომ ერთი დასკვნა გამოუტანო ყველას. ან დედა, რომელიც მარტო დედაზე არ არის, ის გარემოცვა ოჯახური. აი ოჯახი, რომელიც ოცნებობს ბედნიერ ცხოვრებას. მე მახსოვს, რომ ჩემ დროს იყო, რომ ბასეინიანი სახლი ქონდა, ვილა აქვს და ბასეინია შიგნით.
ეხო ბასენი აქვს, მაგრამ არავინ არ ბანაობს იქ. წყლის ხო, მაგრამ ფეხებზე კიდია ხო. ტყილად გააკეთეს ის ბასენი კახეთში და იმенно წყალი უნდა ცვალო იქ რა. არ ჯდება, მაგრამ ეხლა იტალიაში ეს ფილმებიდან არის მოსული. სადაც თამაშობენ ფრანგულ სურათში, სადაც გმირი ხდება ბასენში. ძლივლივებს ეს ცისფრად და სახლი აქ და ფილმიც არის, აღარ მახსოვს იმის სახელი, არის ვიტორიო გასმანი თამაშობს. მეგობრები არიან და ერთი მდიდარ ცოლს მოიყვანს და მოხდება მათ შორის დაშორება. იტალიური ძველი ფილმია. ის ბასენში ხდება ეს. ესენი უყურებენ, შენ რა მეგობრობა ქონდა ერთად ვიყავით და ხა შენ ამ სასახლეში ცხოვრობ და შენ ზედმეტები ვართ აქ. არა, კომპლექსი, ყველაფერი კომპლექსი რა ერთობლიობას ნიშნავს, მეც არაფერს. შეიძლება იყოს დადებითი, შეიძლება უარყოფითი. ძირითადად ფსიქიატრიას აქვს უარყოფით კომპლექსთან. უარყოფითი კომპლექსი არის, რომელიც შენ ენერგიას გართმევს. შეპრობილება ერქვა ამას წინათ კომპლექსით. შეპრობილი ხარ რაღაც ინფორმაციით, რომელიც შენ სწორ ხედვას ხელს უშლის ცხოვრების. ეს კომპლექსის გამოა, რომ არარეალურად უყურებ, არასწორად აფასებ რაღაცებს. ეჭვიანობა შეიძლება იყოს დეპრესიის ფონი, ოღონდ არ აქტიურ ფაზაში რომ ეჭვიანობა გარკვეულწილად არის დაკავშირებული დაბალ თვითშეფასებასთან. განსხვავება კაცია თუ ქალი. კაცი როცა ეჭვიანია, ანუ არ გენდობა. ხშირად ამბობენ, ყველა ქალი შანსი რომ გაჩნდეს, ყველა გიღალატებს. საიდან აქვს ეს? ბატონო? არა, ყველა კაცში არის ეს ნაწილი და ყველა ბატონო? თავისი თავიდან აქვს კაცებს. არა, შეიძლება დედა ღალატობდა მამას. ისევ ქალია. არა, აქ არავინ არ არის. გენდერული ისა, არა. კაცებს გინახიათ ქალიშვილი, რომელიც განიცდის, რომ მამამისი ღალატობდა. აქ კულტურას გააჩნია, ხო? აქ ქალის ღალატი, დედის ღალატი, მამაკაცისთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე გოგონასთვის მამის ღალატი კლასში. ხო? როდესაც ბიჭი კლასშია და იცის, რომ თანაკლასელებმა იციან, რომ დედამისი ღალატობს მამამისს, ხო? სულ სხვა, ვიდრე გოგონა, რომელმაც კლასელებმა იციან, რომ მამის საყვარლები ყავს. აღარ არ ვიცი ხა და წინათ განიცდიდნენ, როგორ არა, ძალიან განიცდიდნენ. ხო, არა მგონია ეს დაცვა. ხო, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომ მე თავისუფლად უყურებ ამას, ეს მოსულა ეს და იმიტომ რომ ბავშვი ეჭვიანობს, მამაზე ეჭვიანობს ბიჭი, როცა დედა ხო? მამაზე რო ეს რატო მიშლის ხელს დედა ჩემთან ურთიერთობას. შეიძლება იყოს თუ არ გადალახა ოიდიპოს კომპლექსი, ეს ნევროტიკია ეს. ჯანსაღმა ადამიანმა უნდა გადალახოს ეს. შეიძლება დედა იყოს იმედგაცრუებული თავისი ქმრით, რაც ბიჭზე გადადის. და ბიჭმა აიღოს ხსნელის როლი. ანუ დედა იხსნას დეპრესიისგან. იმით რომ მიაღწიოს ისეთ სიმაღლეებს, რაც იმიტომ რომ ბავშვი გრძნობს, რომ დედა იმიტომ არის უკმაყოფილო თავისი ქმრით, რომ მან ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს სოციუმში. ახლა პირდაპირ კი არ ეუბნება, მაგრამ ოჯახში რომ შეხვალ და ნახავ, რომ ეს დამცირებულია იმ ოჯახურ ურთიერთობებში. აგატა კრისტის გეოლოგი ქმარი ყავდა.
დაყვებოდა და იმ კარავში ეძინა ქმართან ერთად. თუმცა მილიონერი იყო, მილიარდერი შეიძლება. თავის ქმარი არ დაუმცირებია თავისი იმით, დიდებით და სახელით. ხო, ბატონი თემური სად არის უკვე? არის რა, არის. არის რა. უკვე ჩანს ეს, რა. კურნალობა როგორია დეპრესიის თქვენ ხა ბევრნაირი ჩამოთვალეთ და კურნალობა არის, კი ბატონო, ერთი არის კურნალობა თუ ფსიქოზურია მედიკამენტებით და მე ერთვება ფსიქოთერაპია, მაგრამ თუ ნევროტულია წამყვანი არის ფსიქოთერაპია, რომ გაარჩიოს. კიდე არ შევეხე მე იმას, რომ დეპრესია შეიძლება დადებითი მხარე ჰქონდეს. რომ შენ ასე ვთქვათ, დეპრესიის შემდეგ იცვლები. ძველი მიდის და ახალი ბადება. ყველაფერი ტანჯვა ჭირდება. ტანჯვას აქვს დადებითი, ასე ვთქვათ, დანიშნულება. იმიტომ რომ ეს ორ მითში აისახა. ერთი არის სიზიფეს მითი, უაზრო შრომა, უაზრო ტანჯვა. საზრის მოკლებული აწევ ხვალს და დაგორდება. ერთი და იგივე. მეორე არის ჯვარცმა. რომელსაც მოყვება, ამაღლება, აღდგომა. ეს ყოველდღე შეიძლება მოხდეს. ეს საკრალური ამბავი მითი ამ გაგებით, რომ ამბავია ეს. რომ ყველა ჯმარცმული მერე აღდგება. ამაღლდება, აღდგება. ეს სხვა არის, რომ მაშინ ტანჯვას აქვს დანიშნულება. წინ მიდიხარ ამით. ტანჯვა ბავშვისთვის ანბანის სწავლა. მე კითხულობს. ტანჯვა როიალზე დაკვრა თავიდან. მანქანის დარება, ტანჯვა აბა. ერთი ფეხით ერთი უნდა გააკეთო, მეორე. მე რომ ისწავლი, ტანჯვა რომელიც შენ გამაღლებს, წინ სრულყოფს. და ეს დადებითია, ეს არის უარის თქმა ძველზე და ახლის შეძენა, ანუ მშობიარობა გჭირდება. და აქ პირიქით, რომ კომფორტის ზონიდან ნუ გამოხვალო. შეიძლება დაგეძინოს იმ კომფორტის ზონაში. უარსაბივით. კი. ანუ შენ ამით ასე ადლერი ამბობდა, რომ იარაღს ქმნიროს ხებზე იბატონო სახში. ტერორში ხავს ხალხი, ახლობლები. მომიტანე წაიღე, ცუდათავარ ქმარს უკვე ვალებში ახან ერთ ექიმთან წავიდნენ, მერე თურქეთში წავიდნენ, მერე იქ წავიდნენ, არაფერ მარუშველა. ეს მაინც ცუდად არის. აგრესიაც არის გარკვეულწილად. მანიპულირების მეთოდიც არის. მანიპულირებისაც შეიძლება იყოს. ყველა დეპრესია არა, მაგრამ ერთ-ერთი შეიძლება იყოს. ანუ დეპრესია რომ წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც ცოცხალია, ხიარო და უცებ არ მინდა ეს, არ მინდა ეს, არაფერი არ მინდა. რა დღეში გაყენებს. ეს შეიძლება შურისძიების აქტი იყო, მაგრამ ადლერი თვლიდა რომ თვითმკვლელობა არის შურისძიების აქტი. აი მაგალითად ქმარი ტოვებს თავის ცოლს, უკვე ხაყვალელთან არის, ბედნიერად არის, ეს კიდე თვლის რომ მოტყუებული იყო, ამდენი რამე გააკეთა და დატოვა ესე ქმარმა უსინდისოდ და იკლავს თავს. ტოვებს წერილს, ამის გამო მოვკვდი, თავს ვიკლავ. ყავს სამი ბიჭი. ამ ქმარს მორჩა ის ვეღარასდროს ვერ იქნება ბედნიერი. შვილები გადაემტირა. ხო? რას ეტყვევი, დედაჩემი მოკალე შენ. იმ ქალთან ერთად მე საზოგადოებაშიც გავრცელდება ეს. ხო რა ამის გამო მოკლა რომ საყვარელი ყავს. ანუ შურისძიება აბა რა არის. მაგრამ ყველა თვითმკვლელობა არ არის შურისძიება. ძალიან თუ ღრმად წავალთ, სად არის პლატო ესა სოკრატე თვითმკვლელობა არ არის თვითმკვლელობა. პირიქით
ის ამკვიდრებს, რომ ამ ბიოლოგიურ ცხოვრებაზე მაღლა რაღაც სხვა რამეა, რომლისთვისაც ღირს რო ეს გაწირო. ეს არ არის იუდას სიკვდილი. ეს ჯვარცმა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად. იმიტომ რომ ამ ბიოლოგიური სიკვდილი არაფერი ისეთი, იმიტომ რომ სიკვდილთან ურთიერთობით ჩვენ ვიგებთ რა არის ცხოვრება, ან სიცოცხლე, ხო? სიკვდილი როგორ ხდება სიკვდილს, ხო? ზოგი სიკვდილს ხდება იმით, რომ მომავალში იცოცხლებს თაობებში. ჩემ შვილიშვილებში, იმით რომ ჩემი სახელი ერქმევა, ხო? ჩემსავით ვიღაცა იulis, ჩემი სახელით, ჩემი გვარით, თითქოს გამეორება. მეორე ამბობს, რომ მე რომ მოვკვდები, ჩემი სხეული გაიხსნება და ბუნებას შევერწყევი, ესმის. უკვდავების იდეა არის, ეს არ არის ესეთი უარყოფილი. უბრალოდ ათეიზმი გეუბნება, რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი არ არსებობს. რა იცი? სად არის ამის მტკიცებულება? არსად. უბრალოდ ეს განცდა გიჩნდება, რასაც პიკურ განცდებს ეძახდა მასლოვ. ზოგ ადამიანს უჩნდება იმის განცდა, რომ არ არსებობს სიკვდილი. ეს განსაკუთრებულ მდგომარეობაში, განსაკუთრებული მედიტაციის დროს, ხო? ბავშვი ვერ იგებს, იმიტომ რომ ბლეს პასკალი რას ამბობდა, რომ გულს თავისი ლოგიკა აქვს, რომელსაც თავი ვერასდროს ვერ გაიგებს. გულით მიუღებელია სიკვდილი. არ ესმის გულს. 80 თუ 100 წელი უნდა ვიხტუნაო დავა და მე გავკრე. რა აზრი აქვს? კარგად არა. აბდაიკი ამბობდა, რომ თუ ცხოვრების სიკვდილის შემდეგ არაფერი არ არსებობს, მაშინ რა განსხვავება ქათამსა და ადამიანის შორის? ქათამის დევს ბოლოს კვერცხებს და მე თავს აჭრიან. მორჩა. მაგრამ ეს ფაქტია, ხო, რო კვდებით. წესი ცხოვრების. ცხოვრების წესია ეგ დაუყურე. სიკვდილის ცხოვრების წესია გადაუყურე. სიკვდილისკენ მიმართება, რომ შენ უშვებ, რომ რა იქნება, ან აფასებ ამ ცხოვრებას და უფრო მეტად ვიდრე როცა ხვალ გავაკეთებ, ზე გადავაკეთებ, მერე გავაკეთებ. რა გეჩქარება ხვალ სიკვდილის შემდეგ შეიძლება თქვა, რომ მისმა დანატოვარმა, მისმა ფიქრებმა გადაინაცვლეს მოწაფეებზე, მაგრამ ის როგორც პიროვნება გაქვს რა? არ ვიცით. ო? სოკრატეზე, მეორეზე, მეხუთეზე ხო არ გაქრა ეს ხალხი? არა, თვითონ პიროვნება. მე შეიძლება დავტოვოს სახელი, მოგონების სახით. ამას მოგონებს თქვენ მთელი საღამოა თქვათ, რომ საუბრობთ, სულ აკეთებთ რომელიღაც ავტორებზე, ფრანგზე, შვეიცარიელზე, სოკრატეზე ვიღაცას ხო? თუ გაქრა, როგორ ლაპარაკობთ იმ ხალხს? არ გაქრა, ხო? აი, სამ ფიზიკურ რეალობაში აღარ არის და ისე არის. ჩემს მოგონებებში. ლოგიკურად არ გაქრა პიროვნებად, ასე ვთქვათ, სხეულებრივად გასაგები. მაგრამ არის ბევრი რაღაცა, რაც ფიზიკურად არ არის, მაგრამ მოქმედებს ფიზიკაში. აი რაც გითხარით, რომ აი ეს ტრანსგენერაციული ზოგჯერ არის, რომ აი მაგალითი მოყავს იმას. ერთ-ერთი მაგალითი, რომ თავის აბრაჰამს მე მგონი კურნალობს ვიღაც კაცს, რომელიც გეოლოგიით იყო დაინტერესებული. ადიოდა, ქვებს ტეხავდა. ბოლოს ციანისტი იმას პეპლებს იჭერდა და იმაში დებდა და აღჭოვდა. მე დაიწყო რაღაც დეპრესია. ამან ვერ ნახა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში, ვერავით არის მიზეზი იმისა, რომ დეპრესია დაწყებოდა. მე გაიგო, რომ ბაბუა მისი ყოფილა გეოლოგი, რომელსაც არ იცნობდა ეს. მოხდა საკონცენტრაციო ბანაკში და გაზის კამერაში დაახრჩეს. ეს შეუგნებლად იმეორებდა ამ გეოლოგის თავის ბაბუის სცენარებს.
ამიტომ რაღაცამ დაამტკიცა რომ ასე იმეორებდა ლოგიკურად ხო? არა, ესე მათემატიკურად ვერ დაამტკიცებ, მაგრამ იმდენად აშკარაა, არა, ფსიქოთერაპევტების იმდენი მოხდა, რომ შეთანხმება მიიღეს, რომ არსებობს ტრანსგენერაციული ტრავმა, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის და ჩვენი წინაპრები ჩვენზე მოქმედებენ. შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ მათი ისტორია და ისე? ხო. იმიტომ რომ ამას იმიტომ რომ მამა, რომელიც ხო ანუ შეიძლება მაგრამ ბაბუა თუ არის, ხო? დედა ატარებს ამ ბაბუას. ამ ბაბუის ინფორმაცია გადადის შვილზე. კოლექტიური არცნობი არსებობს თუ არა? ლოგიკურად რომ მივიდეთ, აბსურდია. როგორ შეიძლება არსებობდეს ისეთი, ანუ ჩვენ მოდი ესეთ შევატრიალოთ. არქეტიპები გმართავს თუ ჩვენ ცხოვრობთ. მე მგონი რომ არქეტიპები შენ რაღაც სცენა არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც სცენარს არ ახორციელებდეს. ცხოვრების წევრ. ანუ ეს არის ადამიანურად მე მარტივად. კი ბატონო. კი ბატონო. მე მარტივად რიგითი ადამიანის პოზიცია. მე ვცხოვრობ აქ და ახლა ოშტოში ვისწავლე ეს ცხოვრება. აი დავყრე არქეტიპიდან იქ მამა ჩემის ბაბუის ბებიიდან ანუ მე ვცხოვრობ მარტივად აქ და ახლა. ის ხალხი დაშვებას აკეთებს მუშაობს ამაზე ფემზანეთ. მაგრამ ცხოვრობთ ახლა ამჟამად რას ახორციელებთ აქ და ამჟამად ცხოვრობთ? რაში შეწყო ყველაფერს რაც არ არის რაც ხრის თავისუფლებას ასე ვამბობ. კი ბატონო. ჩემი თავი მეცნიერი ხართ, მუსიკოსი ხართ, მოცეკვავე ხართ. უნივერსიტეტის პედაგოგი პროფესორი 25 წელია ვარ. კი, ანუ ვინ ყავდათ პროფესორი? უნივერსიტეტის პედაგოგი ყავდათ ვინმე? მე ვარ თვითონ. წინაპრებში ყავდათ ვინმე? უნივერსიტეტის პროფესორი არავინ არ ყავდა. პედაგოგი. პედაგოგი ბაბუა ჩემი არჩენა რომელიც უძევი. სცენარი მოდამიგივე და პერსონაჟები აბრელის მაგალითად. ბატონო? შეტავიდან და დარჩა იქ, მაგრამ სოფლიდან რომ წამოვიდა, ის იყო იმ პერიოდის პირველი პედაგოგი. მე არაფერს არ აი ხო მე არაფერს არ ვხდი ეს მე შეიძლება ვწდებოდა მე კი არ ვამბობ რომ მე ჭეშმარიტებად ყავდა მე უბრალოდ მარტივ რაღაცას ვამბობ ჩემს ჩემი თავისუფლება რითაც ახლა ვცხოვრობ გავბედე გავხდე ის ვინც ვარ 21 წლის ბოლოს თვიეს და მომწონს და ვაკეთებ ჩემი თავისუფლება უნდა იყოს უსაზღვრო მაგრამ ნებისმიერის თავისუფლების ველს რო უახლოვდება რაც მე მესმის იმ გაგებიდან იქ უნდა აი თქვენ რო თქვით მწვანე ხაზი რო აქვს პარიზში ხო იქ უნდა კარგად ვაკონტროლოთ რომ არ გადავიდე ვიღაცის თავისუფლების ხაზზე და კანონი რაც არ უნდა ცუდი იყოს ის უნდა ამას მეძახი ღირსეულ კანონმორჩილებას ხო მომწონს ეს კი ბატონო ასე ვაკეთებ ანუ ეს არის ძირითადი პრინციპები რითიც ცხოვრობ არ ვერ შეიძლება აი ესეთი ინტროვერსია თქვენ გაკარგინებს ქმედების ძალას რაკ იყოთ ხო შეიძლება ეგეც არის რომ მე თუ გავხდი ახლა ვიფიქრე რომ ბაბუა ბებია ეგ დამეკარგება აქედან ფოკუსი დამეკარგება აქ მე ვცხოვრობ ამას დავუძახე მე აქ და ახლა და ისინი ძალიან მიყვარს ჩემი გამზრდელები და ხშირად ვიხსენებ ბევრ რამეში იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ბევრი რამ მივიღე საზრდო ნიადაგიდან მაგრამ აი ესეთი თქვენ რაც ბრძანებთ რა თქვა მეცნიერული შეთანხმებებით იმთან ალბათ ძალიან კარგია მაგრამ ესე შეიძლება დაცვაა ჩემი რომ მე აქ და ახლა არ გამეკცეს ჩემი თავი ხო კი ბატონო სადღაც არ გამეფანტოს ყურადღება კი ბატონო მადლობა დეჟავიუს თემა რამდენად შეიძლება იყოს მაგასთან კავშირში ხო დეჟავიუ არის ეპილეფსიის დროს არის ადამიანს და ზოგჯერ ანუ უშუალოდ ცხოვრებაში ანუ ერთია რომ მე აქ ყოფილვარ დეჟავიუ უკვე ნანახი მაქვს ეს анда jamais ესე იგი არასდროს არ მინახე ეგეთი. რა ფენომენი არის მაგასთან ნეტა რაღაც კავშირში? ნუ ორი ახსნაგი ერთია რომ ინდუსების რეინკარნაცია ერთი და მეორეა რომ შენ დაუშვათ ერთი მოვლენა რომელსაც ქონდა A B C D F შენ მოხდი ისეთ სიტუაციაში სადაც რომელიც ხასიათდება A, B, C, D, მაგრამ ჭეთი.
ანუ განსხვავება არის, მაგრამ იმდენია მსგავსება, რომ შენ გიჩნდება ილუზია იმის შესახებ, რომ მე ეს მინახია სადღაც. მაგრამ როგორ ავხსნათ, როცა 3 წლის ბავშვი იწყებს შამანებთან არის რაღაც საკრალური წიგნიდან ტექსტის გამოთქმას. ამას რითი ხსნი? ზეპირად. ჰა? ბატონო? კი ბატონო, აი როგორ უნდა ახსნა? როგორ უნდა ახსნა, როცა ბავშვი იწყებს ლაპარაკს იაპონურზე, გაიზარდა ფრანგია. და იაპონელი არ არის. არ როგორ უნდა ახსნა? ეს ხო არ არის მეცნიერული თეორია, ეს არის რელიგიური ხედვა. ეს არ არის მეცნიერული, ეს არის როგორი ხსნებაო და ხო, კი ბატონო. რაღაც ნაწილში ხო, რომ მე წინა ცხოვრებაში ვიყავი აქ და ეს ხო, ეს მქონდა. ხო, აი ხა სხვანაირად რომ მივუდგეთ, ჩვენ გონიათ თუ რეალისტურად რო უყურებთ, ხო თითქოს, რომ ჩვენ ვართ სხეული. სინამდვილეში მეცნიერულად, ჩვენ ვართ მდინარე. იცვლება ეს. არა, სხეულზე ვამბობ. დინებაშიო, ეს არის ცვალებადი სულ. მაგრამ ვინ აშენებს სულ 24 საათის განმავლობაში ისე, იმიტომ რომ მე და თქვენ ვიღებთ ერთი და იგივე საკვებს, რომელიც 20 ამინომჟავამდე იშლება, მორჩა. შეიძლება თქვენ უფრო ხარისხიანს ჩამთ ვიდრე მე, მაგრამ არსებითად, ხო, კი ბატონო. არა, 20 ამინომჟავამდე დადის, ერთი და იგივე ქიმიური. აი ამ 20 ამინომჟავიდან, ამ აგურებიდან შენდება ჩემი არქიტექტურის შინაგანი. ისე აშენებს, რომ მე ჩემ თავს გევარ, თქვენი ეს არქიტექტური არ არის სხეული. ეს ინფორმაცია მეხსიერება, როგორი უნდა კონდეს ეს იდეა ამ გაგებით. ფორმაა, რომელშიც აი ესე უხეშად რო ვთქვა, წარმოიდგინეთ, რომ ამის კედლები ყოველ თვეში იცვლება და ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. და გონია, რომ ეს მყარია. მაგრამ ეს შინაგანი არქიტექტური ეს არის ზოგი ენდოკრინის რას ამბობს, იცით, გერონტოლოგი. სიბერე რა არის? როცა უჯრედს ავიწყდება რა არის ახალგაზრდობა. გადატანითი მნიშვნელობით ამბობს, რომ ისე ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც ადრე. იმიტომ კი არა, რომ გაიცვითა. ჩვენ ეგრევე საგანთან გვაქვს, რომ გაიცვითა რა. არა. არა, ეს იცვლება მექანიკური, იმიტომ ამას ნივთიერებათა ცვლა არ არის. მხოლოდ სოციალ ორგანიზმს აქვს ნივთიერებათა ცვლა. ნივთიერებათა ცვლა არის იღებ, გაცემ, იღებ, გაცემ. მე მიჩის დავუწყო, რას მაძლევს მე ეს ყოველდღიურ ეს იცვლება თუ არ იცვლება. ანუ ჩემს ცხოვრება ვიღაცას მოსწონს. რას გაძლევს და მე შეიძლება შევცვალო ჩემი სხეული. იმ ძალებთან თუ დავკო. ო, ამ გაგებით. რომ მე ჩემ შინაგან არქიტექტურს არ შეუშალო ხელი ჯანმრთელობის აშენებაში. მაგალითად, ერთ-ერთმა ცოლ-ქმარმა გამოიყენეს ვიზუალური ტექნიკა კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან, რომლებიც იყვნენ ჰოსპისში. ჰოსპისი ნიშნავს, რომ ხელი დაიბანეს ექიმებმა. მათ არაფერი. ხო, გავანებოთ რა არ გვინდა, არც ოპერაცია, არც წამალი, მოგდეს რა მშვიდად. აი ესეთ ხალხთან მათ გამოიყენეს ვიზუალიზაციის ტექნიკა. ეს რაც გქონდა, ის გადაყავდა და ეუბნებოდა, რომ აი წარმოიდგინე, რომ შენი იკუმშება. შენი კიბო, შენი სიმსივნე. ეს დამტკიცებულია, წიგნიც გამოუშვა, ხო? და კომენტარი getting well again ქვია წიგნს. და კომენტარია სელიესი. ხან სელია იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, ვინც სტრესი აღმოაჩინა. მასაც ქონდა ის წერს, რომ შესანიშნავი წიგნია, მეცნიერულად დადასტურებული და მეც გავიარე ეს ჩემს თავზე, ჩემს ტყავზე. იმიტომ რომ მე როცა ვიყავი, მე დამისვეს თვალის სიმსივნის დიაგნოზი და მითხრეს, რომ 6 თვე დაგრჩა. მორჩა ეს 6 თვეში გაქრები. მე მქონდა არჩევანი. დაუნგარიყავი რიგში, ვინც სიკვდილს ელოდება, ხო?
სელი ამბობს. ჰანს სელი კი არა მე არა სელი არა ვარ და მეორე რომ რაც დამჭა ცხოვრება ის დღეები ესე იგი გამოვიყენო იმისთვის რომ გავაკეთო ის რაც არ გამიკეთებია ადრე და მე როგორც რადგანაც ექსპერიმენტატორი ვიყავი მეცნიერი ბოლო ექსპერიმენტი დავიგი გავიდა 6 თვე 1 წელი 5 წელი 7 წელი რა მიპასუხე შენ გამონაკლისი ხარ მეცნიერება გამონაკლისებს არ ეძებს სტატისტიკურ ინფორმაციას ეყრდნობა როგორც ყველა არა მაგრამ თუ ერთი კაცი შეუძლია ფრენა ეს ნიშნავს ყველა შეუძლია ერთსაც შეუძლია კი ბატონო ამაზეც არის ლაპარაკი რომ აქ წარმოსახვის ძალით ზემოქმედება მოახდინა თავის იმ სიმნეზე 19%. ხო. არა, წმენაზე არა, წარმოიდგენდა. წარმოდგენა ხო, წარმოსახვა რა არის რომ ვხედავ აშკარად როგორ პატარავდება. აქ რა არის გასაკვირი, გასაკვირი აღარ არის ახლა დღეს, რომ ძალა აქ აზრს შეუძლია შენი ბიოქიმიის შეცვლა შენს სხეულზე მოქმედებს. ეს ფაქტია. ხო, ბატონო? ბევრი ბიზნესმენი წარმატებული სამეობს მაგას. ის წარმოქმნა შეიძლება შეგიძლია განახორციელოს. ხო, ნუ ბიზნესში. შენ რო განწყობის თეორიით ახსნა. ხო, არის ბუკვალური ხო. ანუ თუ რაში მაწყობს, იმიტომ რომ რა არის მთავარი, რომ გააფართოვო შენი ცნობიერება, რომ გაიგო შენ შესახებ, საცხოვრობ, საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ, სოციალურ როლამდე არ დაიყვანო შენი თავი. ხო, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მიკროკოსმოსები ვართ, უბრალოდ ჩვენ რატო? ჩვენში რაც ფაქტია, რომ ჩვენში არის ბევრი პიროვნება. ეს ილუზია რომ ერთი პიროვნება ვარ. ჩვენ გვაქვს ნიღაბი, ერთ-ერთ როლს ვიღებთ, მაგრამ არსებობს სხვადასხვა როლები, როგორც ამბობდა მორენო, ემბრიონალური როლი, მეორე როლია ძუძუსწოვის როლი, რომ ბავშვმა არ იცის, იწყებს პირდაპირ წოვას, კი არ ასწავლეს ვინმე. ეს როლი ჩადებულია. ქცევების ერთობლიობაა როლი. მერე ის მალდება და არსებობს ტრანსპერსონალური როლები. ტრანსპერსონალური როლები, რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია, მაგრამ ბევრი არ იყენებს, იმიტომ რომ აქ და ამჟამად უნდა იყოს, მაგრამ არა აქვს დრო, მე თუ ბიზნესმენი ვარ, მე არ მაქვს დრო რაღაცისთვის. ამიტომ ბერძენი თვლიდა, რომ თავისუფალი ადამიანია ის, ვისაც მოცალეობა აქვს. ბიზნესისგან თავისუფალია. ბიზნეს ნიშნავს დაკავებულს. სადა მაქვს მაგის დრო? დილას უნდა წავიდე, ის უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო. ჭვრეტის დრო არა აქვს. იმდენი საქმეა გასაკეთებელი. მეორეც არის როჩუხოს ყველას ამ ჭვრეტის არც უნარი აქვს, არც ნიჭი და არც შემეცნება, ხო? იმან რასაც მიაგნო და აკეთებს, თქვა, კარგად პირობითად, იმ ჭვრეტისთვის დრო და მოცემულობა სურვილი დიდად არ აქვს და აკეთებს იმას, რაც იცის. ხო, ანუ თავისუფლებაც ამაშიც არის გარკვეულწილად. აქ არ არის იაკობ ბეომე იყო უდიდესი მისტიკოსი გერმანიის ფილოსოფიის მეწავე იყო აქ არ არის ორი პროფესორობაზე არა მეწავე იყო მაგრამ ამ მეწავეობის გზით ისეთ საიდუმლოებებს ეზიარა რომ დიდ მისტიკოსად ითვლება გერმანიაში ხო უბრალო ის იყო და მთელი გერმანული ფილოსოფია და პრინციპში მაგაზეა აგებული იმაზე რომ დადგა ის ვიღაცამ ნახა მისი ვირუსის სიტყვაზე და ვიღაცებმა მე ეს განავრცეს, ხო? შემთხვევით მოხდა. ხო, არ ვიცი შემთხვევით თუ არა შემთხვევით, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ მაგაზი არის ფერი გერმანული ფილოსოფია, ანუ დააშენეს იმას ბევრი დანარჩენი ფილოსოფოსი. კაი რამე უთქვამს ესე იგი და მაგ. ხო, დიახ. მაგრამ იაკობ ბეომემ დაინახა ის, რაც რეალობაა. კარგად დაინახა, კი ბატონო. და ეს რეალობა სხვამაც დაინახა მერე და ნათელის გახდა, იმიტომ ის ამოიკითხა და ამიტომ ჩვენ არაფერს არ ვქნით ეს
ეს ავტორის უფლებების დაცვა და რაღაცა ცოტა აღმოსავლეთში ერიმებათ ამაზე, რომ შენ რა მოიგონე ეს? ხო, კი ბატონო. რომ ეს მე მოვიგონე, არა შენ მოიგონე ეს ჩვენ ვიმეორებთ იმას, რაც უკვე ითქვა ბევრჯერ. გამეორებასაც თავისი შეხიახდა. კი ბატონო. როლი ხო? ახლა იქნება ამ კვირას მე-5 აღნიშნა სამედიცინო უნივერსიტეტში პირველ საათზე. ბედნიერების ჩუქების დღე დიდი ჩანთებით, ყველას გელოდებით, იმიტომ რომ ბედნიერება რა ჩუქებენ წავიღება უნდა. მე ჩუქებენ პირველ საათზე. ღია ყველაფერს. ბატონო არსენ, მე უნდა ვაჩუქო თუ მე ვაჩუქებენ. თქვენ ვაჩუქებთ ორჯერ მეც გაჩუქებენ და თორე და ერთს მეც გაჩუქებთ. კვირას პირველზე. კვირას სამომარ, ეს არის პირველი გაზაფხულის პირველი დღე, პირველი კვირა, sorry. აი ეგრე არ არისო. პირველ საათზე. პირველ საათზე. არა, აქ რა არის ჩადებული, როცა შენ გასცე შენ სამყარო შენთან ვალშია და გაძლევს. როდესაც იღებ იმას, რაც არ გეკუთვნის, იმას გართმევს. ბედნიერება მინიმუმ 100%-იანი ინვესტიციაა, როგორც კი გასცე უკვე ხარ ბედნიერი, თუ ამას თავისუფლად აკეთებ და ნახეთ ანგარება უანგარობა ეს ცოტა ეს სხვადასხვა რაღაცები, მაგრამ თუ ქსიამოვნებ და აკეთებ, ეს უკვე არის ჩემი გაგებით რაღაცა თუ ვინმე ცოტა მაინც სიამოვნებით დაგიბრუნდა, უკვე 200% აქტივიტეტი და დანარჩენი მერე გამოჩნდა. ბოდიში რომ გისა. ხო, მაგრამ ეს დასავლური მიდგომაა გარკვეულწილად. ბიზნესი უნდა გავრცელდეს იქ თავის სივრცეში. სულიერებაში არ ვარ, იმიტომ რომ ნახეთ რას ამბობს კარმა იოგა, რომ იმუშავე როგორც ამპარტავანმა, მაგრამ რეზულტატზე ნუ იფიქრებ, მაშინ იქნები წარმატებული. ეს ისეთი ძლიერი მოძღვრებაა იქ ინდოეთში, რომ ხო, არის ძლიერი მოძღვრება, ალბათ მომრავი სხვადასხვა, მაგრამ რამდენი კაცი ახერხებს მის გაცნობიერებას და რამდენი მიხენებს ითავისებს მას. ყველა თქვენ წაიკითხეთ, თქვენ მოგწონთ, მე წავიკითხე რაღაც აშდავაგრად რაღაცა ის მომწონს ვიღაცა, რაღაც ნაწილს ვითავისებ რაღაცას არა, მაგრამ რეალობაში ადამიანები ხო ცხოვრობენ და სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ ადამიანები. დიახ, სწორედ მაგას ვამბობდი, რომ სხვადასხვა რეალობაში და სხვადასხვა ხმის უნარით. ხო, მაგალითად ორი ტყუპია მუცელში. ერთი ამბობს, რომ ეს არის ცხოვრება. იმის იქით არაფერი არ არის. მეორე ამბობს, ნაღრად უნდა იყოსო. რომელიც სწორი. შენ გიჟი ხარ აბა მანახე სად არის? გარეთ არ არის, ვერ გადიან. ანუ აქ როგორ უნდა დაუმტკიცო და მეორე მართალია რომ ამბობ მე რო იბადები ეს ხო არის, მაგრამ სანამ ხარ ერთ მდგომარეობაში, სხვა მდგომარეობა არ ჩანს. თუ არ დაუშვი, რომ არსებობს რაღაცა კიდევ. თუ დაუშვი, ესე იგი ნიშნავს, ეს ნიშნავს რწმენა. რწმენა არ განიშნება თუ არ დაუშვი რაღაცის არსებობა. თუ ხარ ძალიან ინკაფსულირებული შენს იმაში. მაგრამ შეიძლება ეს ინკაფსულაცია იყოს იმისთვის, რომ შენ ვალში ხარ რაღაცისთვის აკეთებ, რაღაცა დაისახე და არ შეიძლება რომ ეხა ჭიდაობის დროს ვიღაცამ რომ გითხრას იცი რა შენი კარმა და რა ვერ ჭიდავებს. არა, კაი რამე თუ უთხრა შენი კარმა მოუგებო უკეთესად იჭიდავებს, მაგრამ თუ პირიქით უთხრა ვერ არისებს. ხო, მე ის ცუდი ვიგულისხმე. კარგზე გახსენე საინფორმაციო. ხო, იმიტომ რომ როდესაც შენ არაცნობიერებ, რასაც აკეთებ, ის მეორდება და მეორდება, მეორდება და მეორდება, მეორდება და მეორდება. იმისთვის რომ გაიგო. ამიტომ შემოიტანეს, ხო, ამ თვითრეალიზაციის იდეა. ეს ფსიქოლოგიურად დადასტურდა, ეს არ არის რაღაც სუბიექტური მასლოუს მიერ, რა დასკვნამდე მივიდა, რომ არსებობს მოთხოვნილებების იერარქია. პირველია ჭამას მისდას გამრავლებას. თუ ეს არ აგაქვს, მაშინ შენ გონია რომ ეს არის მთავარი. შენ მშიერ ადამიანს ვერ დაუმტკიცებ, რომ აქ მარადიული არსებობს. იგი ხარ და
თან რაღაცა მოქმედებაში ხარ, სამყაროც მხარს გიბავს ეს. კი ბატონო. თუ ფიქრობ რომ იცი რა მე ჯერ ფულს ვიშოვი და მე გავაკეთებ ან მე ვიცხოვრებ ან ჯერ იმას გავაკეთებ მე ან არა მაქვს ეს ყველაფერი არის excuse რომ არ ვიარო წინ არ დავასრულებ ბოდიში რომ დაუშვათ გააქეს გამრავლების მოთხოვნები ქალებიც ყავს საჭმელ-სასმელი ყველაფერი მე გბეზდება ეს მე გიჩნდება სურვილი სტაბილურობის ასე სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე დაუშვათ შენი გეუბნებია რომ აი საჭმელი გაქვს რაც გინდა რასაც შევკვეთებ წინადღით გექნება დილას და მთელი დღის განმავლობაში ზღვისპირას ხარ ვილა გაქვს რაც გინდა არავინ არ გაწუხებს პლაჟი ბზე ყველაფერი და საუკეთესო ქალი რომელსაც აირჩევ ოღონდ გარანტიას ვერ მოგცემ შეიძლება მოკლან შემოგივარდეს იქნები ბედნიერი არა უსაფრთხოების მოთხოვნილება გიჩნდება ეგრევე უსაფრთხოების მოთხოვნილებაც რო გქონდეს მე გიჩნდება გითხრას 6 თვე იქნება გარანტია არავინ არაფერს არ გიზავს იყავი მაგრამ 6 თვის მერე არ ვიცი მაშინ გიჩნდება სტაბილურობის დაუშვათ გითხრეს ესეც გექნება და იყავი და უყურებ და ბოლოს ამ კალმა გითხრა გავიდეთ გარეთ ვინმეს დაველაპარაკოთ აღარ შემიძლია ყოფნა ანუ ჯგუფისადმი მიკუთვნების მე რო გავხვალ იქ მე ეს ქალი ეტყვის ამან უპატივცემულოდ შემომხედა იმან ეს მითხრა ამან ის მითხრა ანუ აღიარებიც გინდა მაგრამ მასლო მივიდა რომ ეს ყველა მოთხოვნილება აღიარების მოთხოვნა ჩემპიონი გახდი ის მიაღწიე ოსკარი მოგცეს ეს ყველაფერი აღიარებაა ის ამბობს აღიარება არ არის თვითრეალიზაციის მოთხოვნილება ეს არის ყველაფერი ციკლური როგორც კი აღწევ გბეზდება როგორც კი ფეშენებელურ სახლს იყიდი და ცხოვრებას დაიწყებ ორ თვეში გაგივლის ამას ნუ ჯერ დაპატიჟებ მეგობრებს ან შურიან ხალხს რომ აჩვენო და მე გავიდა და მე მოგბეზდება მაგრამ მეტამოთხოვნილება არ ბეზდებაო არ არის ციკლური მეტამოთხოვნილება არის რა სამართლიანობის მოთხოვნილება ღვთაებრივის მოთხოვნილება ჭეშმარიტების მოთხოვნილება ჩამოთვლილი აქვს მასლოს ხო need for aliveness როგორ გადავთარგმნოთ რომ ცოცხალი უნდა იყოს ამის მოთხოვნილება აქვს ადამიანს განსხვავებით დეპრესიისგან ხო აი ეს არ თავდება ეს არ გბეზდება არ არის ციკლური ხო იმიტომ რომ ის აკვირდებოდა ესეთ ხალხს თვითრეალიზებულ ხალხს და მე დაასკვნეს რომ ყველა ადამიანში დევს ეს მოთხოვნილება და ყველამ უნდა გაიაროს ყველა რელიგია რაზე ლაპარაკობს თვითრეალიზაციაზე აბარას ლაპარაკობს ვინც არაფერს როგორ მიაღწიო ისე დონეზე რომ ნეტარი იყო ნეტარება რა არის სამი ტიპის სიამოვნებაა ხო ერთი არის pleasure მაროჟნის ჭამა შეიძლება გაუთავებელი იყოს ხო მეორეა joy და მესამე bliss ნეტარება რომელიც არ თავდება ეს მოთხოვნილება ყველაში არის მაგრამ ყველა ვერ იკმაყოფილებს მაგრამ თვითონ აი ამის განცდის დროს ადამიანს აქვს შეცვლილი ცნობიერება ეს არ არის უბრალოდ ცნობიერება ეს არის განსხვავებული ამიტომ უილიამ ჯეიმსმა აღწერა ესეთი ტიპის ხალხი და ხშირად დიდი ტანჯვა აღვიძებს ამ ცნობიერებას ამიტომ ტანჯვა არ არის ცუდი სამხრივად არ შეიძლება მიუდგეთ შეიძლება გამოგაფხიზლოს ხო ეხლა რო წარმოიდგინო ხო ბუდა მეფე ხარ ბიჭო ქალები შენია და ყველა სად მიდიხარ დღეს და გიჟი ხარ აბარა ხარ რა უნდა ხო მაგრამ მიატოვა რა წარმოიდგინე და მე რო უთხრა ცოლმა უსაყვედურა რომ სად მიდიოდი აქ დარჩენილიყავი და აქ გამოგეღვიძაო არა სანამ მე აქ დავრჩებოდი მაშინ ჩემი მეფის შვილის როლში ვიქნებოდი მეუღლის როლში ვიქნებოდი და ეს როლიდან ამოსვლას ვერ მოახერხებდი ხელ შემიშლიდა ყველა თავისებური გზით ლაპარაკობს თვითრეალიზაციას
თამაში არავინ არ გიშლის. დიდი დაბრკოლება არა. გარდა იმისა, რომ უნდა დაიჯერო. შენს თავში წარმოვიდგინეთ, თქვენი თითის ანაბეჭდი არის უნიკალური. თქვენ თუ გიპოვეს ხო ეს შენი თითე ვერ დაამტკიცებ, რომ ეს არა მე არ ყოფილვარ. პიროვნება თუ თითის ანაბეჭდია უნიკალური, პიროვნებაც უნიკალურია. ამიტომ უნდა განახორციელოს, ხო? ნახერას აკეთებს ადამიანი, იწყებს არის თავდაცვითი მექანიზმები არა მარტო ბიოლოგიური ინსტინქტების და ტოლვების მიმართ, არამედ ზეცნობიერი მოთხოვნილებების მიმართ. ერთ-ერთია დესაკრალიზაცია. კაი კაცეს არ არსებობს. თავს იცავ ამისგან, არ მინდა. ამაღლებულის განდევნა. ეს გაროიანი იყო ესეთი, რომელიც წერდა ამაღლებულის განდევნა. ეს ყველაფერი სადღაც არის, მე არ მაინტერესებს. შიში ამის, რომ ამაღლებულს ეხება, დიდ რამებს ეხება, რომ დაიწვა. ამიტომ ჯობია მე ესე ვიყო, რომ არ დავიწვა რაღაცისგან და ზოგს აი გაიგონებ, რომ ზოგი ხალი გერა სიყვარულის სისულელია, ხო, მაგრამ სიყვარულის დროს რა ხდება? ადამიანი ტოვებს თავის საზღვრებს, ექსტაზის. როდესაც სიყვარული შენი მე გავიწყდება, მაგრამ მუსულმანებს აქვთ ეს ფანაი ბაკა ისლამში. რითაც შეიძლება აი მიჯნურობის გზით, მიჯნური აღწევს ამას. ამ გზას. იგივეა იქ რაც. მაგრამ დღეს ეს გზა არის ესეთი რა, დევალვირებული იმ მხრივ, რომ პროპაგანდა მიდის, რომ ეს ყველაფერი სექსის სუბლიმაციაა რა. რა დროს ახლა მიჯნურობა. ერთხელ თუ მაინც იმის ქიმია უნახავს თავის ერთხელ თუ განუცდია იმენიცის ხო რა განცდაში მიეცა ხო უკვე იცის და იმასაც რომ ელაპარაკო არ არის ის უკვე ვეღარ არის დასაბამული მამადაშვილის მაგასაც ეს გაუსაზრისის გაძლიერდა დიბატები მეჯნუ ნიშნავს შეშლილს შმაკ შეშლილია მეჯნუნ იქიდან მოდის ლეილა and მეჯნუნ ეს მინაზია სპარსი სუფ იმასაა რა ქვია ნიზამის თუ ისაა აღარ მახსოვს ნიზამის მე მგონი ლეილა და მეჯნუნი სპარსულიდან რა თქმა უნდა სუფიზმით შეშლის მეჯნუნ ოღონდ ამა ქვეყნისთვის ისე კი არა ხო ანუ ხო ხო მაგრამ აი ამ ენერგიას რომ მიაღწიო უნდა იყოს ტაბუ რაღაც ადვილად მისაღწევი არ უნდა იყოს მეორე პოლუსი ეხლა გაუბრალოებდა ქალის და კაცის ურთიერთობა სიღრმეს აღარ ეძებენ უბრალოა let's have a sex so მეტი რა მეც კარგად ავარ შენც კარგად არის უხეშობა არა გვაქვს რაღაცა მოლაპარაკება გვაქვს ეს არ არის პრაგმა რა სარგებლობა მოაქვს პიტავს რომ მოქონდეს სარგებლობა სიღრმისკენ არ მიდიხარ სიღრმეში აღარ მიდიხარ რაღაც კონტრაქტია რა რომ კარგად მუშაობთ მე და შენ ტაბუ გიგონსკებს ამისეროში ხო ტაბუ როცა რაღაც ხო ტაბუ გიბიზგებს იმისკენ რომ ტაბუ რა არის რა არ შეიძლება ტაბუ დადებული ანუ აკრძალული განსახილველად სასაუბროთ რაღაცა ხო საერთოდ ტაბუ რომ არ უნდა დააკარო ხელი რაღაც ხო ანუ ასე იხმარება რომ ტაბუ დადებული თემა ესე იგი ეს სასაუბროდ განსაჯელად და სხვა უხის ხალხია წინი ორგანიზმი დოქტორი და მე ორგანიზმის ლექსებს რო კითხულობ და ეს როგორ შეიძლება
ზოგი სექსოლოგი ამბობს, რომ არსებობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალური ორგაზმი. ეს არის შეყვარებულის. როცა სამყარო იცვლება. სხვა ხედვაა ეს. სხვა შეგრძნება, სხვა ხედვა. ვეფხვის ტყავსანში ეს არის, რომ შენ ამ გზით წვდები მარადიულ ჭეშმარიტებას, ამ გზით. ეს არ არის თვითმიზანი, რომ იუნგი ამბობდა, რომ ეს არის ანიმა მაშინ მაღალ მესსა და მეს შორის შუამავალია. ანიმა, ანუ ქალური საწყისი, როცა პროექცირდება ქალზე და შენი ანიმა კავშირს აყენებს მაღალ მესთან, ტრანსპერსონალურად.